მოგესალმებით, შენი შუაღამე ეშია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შუაღამე არ არის, მაგრამ მალე დადგება. დღეს არის პროტესტის 77 დღე, დღეს რუსთაველი ისევ გადაკეტილია. დღევანდელ ჩვენს გადაცემას აუცილებლად დავიწყებ პაეტა ბურჭულაძის იუბილეს მილოცვით, ულოცავთ მთელი სულით და გულით 70 წლის იუბილეს და რაღაცნაირად სიმბოლურიც არის, რომ მისი იუბილე დღეს შედგა რუსთაველზე. შეიძლება მის გვერდით არ იყვნენ მსოფლიო ვარსკვლავები და არ მღეროდნენ, თუმცა მე ასე ვიტყოდი, რომ იქ უამრავი ადამიანია, რომლებიც არიან დღევანდელი საქართველოს უსახელო გმირები, რომლის კისერზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ ემოციური იქნებოდა ბატონი პაეტასთვის დღევანდელი იუბილე. ვულოცავ, ვუსურვებ გამარჯვებულ საქართველოში თავისი კარიერის და თავისი საქმიანობის ისე გაგრძელებას, როგორც მას გაუხარდებოდა და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და კარგი საქმის გაკეთებას, როგორც ის ამას ყოველთვის აკეთებდა. მე სულოცავ ბატონ პაეტას და დავამატებ და ვიტყვი, რომ სულ რომ ვინმე იყოს ოპონენტი, პაეტა ბურჭულაძის ერთ რამეს ნამდვილად ვერ უნდა უკარგავდეს იმას, რომ მას ხო შეუძლია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც უნდა ძალიან დიდი პატივით იყოს აბსოლუტურად უზრუნველყოფილი და გვერდიდან უყუროს პროცესებს. მაგრამ ფაქტია, რომ ის საკმაოდ დიდი წნეხის ფონზე და ბევრი სტრესის ფონზე ირჩევს რთულ გზას. იმიტომ რომ მას რაც მიაჩნია, ფიქრობს, რომ ქვეყანა სჭირდება. ამას ეთანხმება თუ არ ეთანხმება პაეტა ბურჭულაძის ხედვებს, საერთოდ ოდნავად შეიძლება არ ეთანხმებოდეს ადამიანი, მაგრამ თუ რაღაცა ასე თქვათ ობიექტურობის ნასახი მაინც გააჩნია, იმას ვერ უარყოფს, რომ ეს ადამიანი იბრძვის. ამისათვის მას დიდი პატივისცემა ეკუთვნის და ასევე ყველა იმ ადამიანის როლი და აუღრიშნა, რომელიც ისედაც იციან მათ და ყველა ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველა ისეთი ხელოვანი თუ ნებისმიერ სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც შეუძლია რომ საზღვარგარეთ ძირითადად საკუთარი ძალიან მაგარი ავტორიტეტის ხარჯზე გაიტანონ გარკვეული ამბები, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის თუნდაც ხელოვნების სფეროში ან იგივე თუნდაც სხვა სამედიცინო სფეროში იცოდნენ, მნიშვნელოვანია, რომ იმიტომ რომ მათ ძალიან დიდი ფასი აქვთ და მათ სიტყვას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ნამდვილად. მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს. ნამდვილად და უნდა დავუბრუნდეთ არსებულ რეალობას. დღეს აუცილებლად უნდა ვახსენოთ 32 დღეა მზია ამაღლობელის შიმშილობის, ჩვენი სინდისის პატიმარის ქალის, რომელმაც რეჟიმს სილა გააწნა და გამოაფხიზლა მთელი საქართველო, მე ასე ვიტყოდი, ჩვენც მათ შორის და რეჟიმიც და რაც არ უნდა ცინიკური და დამამცირებელი იყოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ რაღაც გამოთქმული მოსაზრებები, ის დღეს ჩვენთვის გმირია და მე მართლა ყოველ წამს, ყოველ დღე სულ იმას ვფიქრობ, რომ მიეცეს მას ძალა და ჩემი დიდი სიყვარული, სოლიდარობა და ძალა და ენერგია მზია ამაღლობელს, ასევე 27 დღეა, რაც თემურ ქათამაძე შემშილობს და ძალიან სამწუხაროა, მე ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ დაწვრილებით არ არის გავრცელებული და მართლაც ძალიან სანერვიულოა, იმიტომ რომ ხო, რა ვიცი, 27 დღიანი შიმშილობა ჩვენ ელენე ხოშტარიაც ყავდა და დეტალურად მოგვიყვა მან საერთოდ რასთან არის დაკავშირებული ეს შიმშილობა და რას უშვება ჯანმრთელობას და ორგანიზმს და რაღაცნაირად იქნებ არ ვიცი, რაღაცნაირად მოხერხდეს, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მაინც ვიცოდეთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, არა მხოლოდ თავიანთი თავისუფლებისთვის, როგორც დღეს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში განაცხადა და აუცილებლად ჩემი სიყვარული თანადგომა მოკითხვა და ყველა ენერგია თითოეულ ჩვენი სინდისის პატიმარს გვიყვარხართ ხალხო, ყოველთვის გვახსოვხართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, თუ კი რამე ჩვენს ძალებში შედის, იმისათვის რომ თქვენ მანდ მარტო არ დაგტოვოთ, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისზეც გადის დღეს ჩვენი ქვეყნის ღირსება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალიან მალე დაგიხსნათ საპყრობილედან და აქვე არ შემიძლია არ ვახსენო ავგან სადიგოვის ამბავი. დღეს გავრცელდა ძალიან მტკივნეული და სევდიანი წერილი მისი ოჯახის მხრიდან. ის 145 დღეა შემშილობს, წონაში აქვს დაკლებული 42 კილო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მისი სურვილი არის, რომ იქნებ ბოლოს ჩემს ცოლს და შვილებს შევავლო თვალიო, რაც ძალიან მტკივნეული რამე არის. ავგან სადიგოვი არის ჟურნალისტი აზერბაიჯანელი, იცის ალბათ ჩვენ მამაყურებელნი
ხელმა და არ ვიცი შეიძლება მისი დაკავება მოხდა აგვისტოში, მაგრამ ისიც ამ რეჟიმის პატიმარია ნამდვილად, ისიც აი ამ უსამართლო სისტემის პატიმარია და ცდილობენ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს რომ ისი ექსტრადირება მოახდინოს აზერბაიჯანში, რაც მისთვის იქნება დამღუპველი, იმიტომ რომ ჩავა თუ არა იმ წუთშივე მოკლავენ. მოკლედ ძალიან რთული და მტკივნეული მდგომარეობაა, პროტესტი უწყვეტად გრძელდება, ხალხი მიუხედავად დაშინებისა, სადისტური კანონებისა, მაინც ცდილობს, მაინც გადის გარეთ, მაინც კეტავს რუსთაველს, ეს უკვე რაღაცნაირ პრინციპის საკითხად იქცა და დღეს ჩვენ ნახეთ რომ პაატა ბურჭულაძეც კი თავის იუბილეს აღნიშნავს რუსთაველზე, იმიტომ რომ დღეს მართლა ეგ არის ჩვენი სახლი რუსთაველის, ჩვენი თავარი გამზირი, რუსთაველის გამზირი არის ჩვენი ყველას სახლი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. და დღეს ნიკა გვარამია კაცრავად ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე იყვნენ სტრასბურგში და მათ ისაუბრეს საქართველოზე და ჩართვით გვეყოლება ნიკა გვარამია, მე მგონი ხაზზე გვყავს უკვე. მოგესალმებით ნიკა. მოგესალმები ნიკა, მარტო მადლობა რომ ჩაგვერთე და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ამაღელვებელი რომ აი ასე კიდევ ხმამაღლა და ძალიან დეტალურად გააჟღერეთ ის რაც დღეს საქართველოში ხდება და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ რომ მოუყვე რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას და რისთვის იყო ეს და რა შეიძლება ამას რომ მოყვეს თქვენ იქ აი ასე წარდგენას. მგონი არის მის პირველ რიგში ოდნავ მინდა რომ შევიტანო ისმის ჩემი ხმა. კი, ეხა ისმის ნიკა. ხო, ოდნავ მინდა რომ სულება უბრალოდ კორექტივი გავაკეთო იმაში რაც თქვით. ბატონო სადიგოვის შიმშილობს 155 დღეა, მაგრამ შიმშილობის პროტოკოლს მიყვება ის, მაგრამ ის იღებს დანამატებს, ეს შიმშილობაში შედის. უმძიმესი ამბავია თავისთავად ცხადია, რაც შეეხება მზიას, მზია მიყვება ყველაზე მძიმე შიმშილობის პროტოკოლს, იგი იღებს მხოლოდ წყალს და მედიკამენტებს, რომელიც ჭირდება, ეს არ არის საკვები დანამატები, აი მაგალითად თავის ტკივილის წამალი ან კუჭის, ეს არ არის საკვები დანამატი, ის არ იღებს არაფერს საერთოდ წყლის გარდა. ანუ საკვები ნივთიერება მის ორგანიზმში არ შედის წყლის გარდა. 32 დღეს ეს ნიშნავს იმას, რომ შეუქცევადი ცვლილებები ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს და რომელიმე ორგანო უბრალოდ ისე გაჩერდეს, რომ ვეღარ ამოქმედდეს ვერას დროს. ამიტომ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რო არ დაგიმალოთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო, რომ ეს ალარმისტული დამოკიდებულება განგაში გადაგვედო ჩვენი კოლეგებისთვის ევროკავშირში, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან სრულად რა ხდება მზიოს თავს, მაგრამ მოყოლილი, ემოციურად მოყოლილი და ჩვენ ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც აქ ვიყავით, ცხადია მზიას ამბავს და ასე ვთქვათ, ფურცელზე დაწერილი საკითხული არ არის ერთი და იგივე. იგივე იყო საბასთან დაკავშირებით, საბა ყველაზე უფრო მძიმე წამების მსხვერპლია, ჩვენი პარტიის წევრია სამოს ხვიტარიძე შეგახსენებთ, ის ცემეს ორჯერ პოლიციის შენობაში სხვადასხვა სართულებზე, სხვადასხვა კაბინეტებში, გავიდა ორივეჯერ გამომძიებელი და შევიდნენ ნიღბიანი ადამიანები და ცემეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელბორკილებით შეკრული კაცი. ერთ-ერთი სხვა შორის გამომძიებელი, რომელიც გავიდა და ეს მცემელები შემოუშვა, იყო ქალი. აი ესეთი ქალები არიან ქართული ოცნების მხარეს დღეს, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ქალთა აღიარებები, რომლებიც გამოდო თავის რადიო თავისუფლებამ, კატასტროფიული ტექსტები და მე ეს ტექსტები წავიკითხე დღეს მთელი თავის საშინელებით ოღონდ დახურულ შეხვედრაზე ღია ასე ვთქვათ პრესკონფერენციაზე ეს ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ მძიმე ტექსტებია ძალიან. ამას გარდა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რა კი ღამის ეთერში ვარ და უფრო სახალხო გადაცემაა ვიდრე პოლიტიკური, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხაზი გამესვა ნამდვილად პოლიტიკოსების დაპატიმრებებზე და ჩვენი კოალიციის 4 ლიდერი იყო დაპატიმრებული ბოლო რამდენიმე კვირაში. ბოლოს უკვე იყო ნიკა მელია, რომელიც შეურაცხყოფის, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენეს ასევე ხელბორკილებს დადებულს პოლიციის უფროსმა ჩოქურმა, თუ არ მახსოვს რომელი პოლიციის ისნის თუ არ ვცდები, რომელიც პასუხს აგებს ამის გამო, იგი
იგივე მოხდა ჩემთან დაკავშირებით, დაკავებას გულისხმობ, იგივე ელენესთან, ზურასთან დაკავშირებით, მაგრამ და ეს არის ასე ვთქვათ, საბოლოო შემაჯამებელ ტექსტში, მაგრამ ჩემი გამოსulis მთავარი მიზანი იყო მეხსენებია სინამდვილეში ვინ არის ქართველი ხალხი და სინამდვილეში ვინ არის ყველაზე დიდი მსხვერპლი ქართული ოცნების. ეს არის ის ადამიანები, ვინც არიან პოლიტიკური პატიმრები დღეს და სინდისის პატიმრები, მაგრამ არ წარმოადგენენ პოლიტიკოსებს, წარმოადგენენ ჟურნალისტებს, მაგრამ ხშირად ჟურნალისტებსაც არა, წარმოადგენენ ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქე პატრიოტებს, ვინც მარტო იმიტომ ისჯება, რომ კანონის სრული შესაბამისობით დგას საპროტესტო აქციაზე. კეტავს გზას მაშინ, როცა გზა იკეტება ბუნებრივად, იმიტომ რომ ბევრი ხალხია და იკეტება ეს რუსთაველი, იკეტება ბუნებრივად, არა იმიტომ რომ ვინმეს ასე უნდა, ან მით უმეტეს პოლიტიკოსები ხელმძღვანელობენ ამას, არა, იმდენი ხალხი მოდის რომ რუსთაველი იკეტება ყოველ დღე. იმიტომ რომ ნამდვილად სასწორზე დევს ხალხის მომავალი. ჩემი თქვენი ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის შვილების მომავალი და ჩემზე და თქვენზე რომ ვლაპარაკობ ეკა ილო ამ შემთხვევაში არ გულისხმობ პოლიტიკოს ნიკა გვარამიას და ტელეწამყვან ეკას და ილოს გულისხმობ საქართველოს პატრიოტებს ვისაც ხავთ შვილები და ვისაც უნდათ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურად ვისაც შეიძლება ყავდეს კარგი მთავრობა ან ცუდი მთავრობა მაგრამ თავარი ის არის რომ შეეძლოს გადარჩევა ნებისმიერი მთავრობის ჩვენ ხო დღეს ცუდი მთავრობა არ გვყავს ჩვენ გვყავს ხელისუფლების მიმტაცებლები რომელთა გადარჩევა გახდა შეუძლებელი რომელმაც წააგო ბოლო არჩევნები 20-24-ის, მაგრამ 21-ის და 22-ის, მაგრამ ეხლა დღევანდელ არჩევნებზე ვილაპარაკებ და არ წავიდა. ნიშნის მოგება რა ხო ამბობდით რომ როცა დაგჭირდება გადავირჩევთ. კი, არის ნიშნის მოსაგები შეიძლება, მაგრამ ეხლა ამას რა აზრი აქვს? თავარია ახლა რას ფიქრობენ ადამიანები. თავარია ახლა როგორ ხასიათზე არიან და როგორ განწყობაზე. თავარია ის რომ დღეს იცავენ ისინი სამშობლოს. ვინ დაუშვით წარსულში შეცდომები მე ხელისუფლებაში ყოფნის დროს თუ მე ხელისუფლების სრულების მერე ვიღაცამ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის დროს თუ მაშინ როცა შეცვალა ნაცმოძრაობა და ხმამისცა ქართულ ოცნებას ეს ხომ არ არის დღეს მთავარი დღეს მთავარი არის ეგზისტენციალური საკითხი საქართველო როგორც ქვეყანა როგორც ჩვენი სამშობლო არის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რისკის ქვეშ კი არა აი ზედ მიმდგარია ამ პრობლემას და ან ჩვენ ვიმარჯვებთ ან ერთხელ დავწერე მოხუცებულობაში ალბათ ოდესღაც ემიგრაციაში ჩვენ შვილიშვილებს რომელსაც ან ეცოდინებათ ქართული ენა ან არა თვალზე ცრემლით მოუყვებით როგორ ვერ შევძელით თავის დროზე ქვეყნის რუსეთისგან დაცვა ეს უკვე მოხდა საქართველოს ისტორიაში ერთი საუკუნის წინ და ეს ხდება შეიძლება მოხდეს ახლაც მაგრამ არ მოხდება ამაში. არ უნდა დავუშვათ. არ უნდა დავუშვათ და ჩაგერთვები ნიკა ბოდიში. მეტი ჩვენ არაფერი არ გვევალება, ეკა. ჩვენი ქვეყნის ისტორია მეტი არაფერს არ გვავალდებულებს, გარდა იმისა, რომ ეს არ დავუშვათ. დანარჩენი ჩვენი ყველაფერი პირადია. სამშობლოს წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა ამაში გამოიხატება. კი ბატონო. შევძლებთ მის დასვას რუსებისგან, ანუ ერთადერთი მტრისგან, ვინც ყავს ამ ქვეყანას პლანეტაზე, თუ ვერ შევძლებთ. მე მგონია რომ შევძლებთ. მე იმედი მაქვს იმ ხალხის, ვინც იქ 75 დღე დგას, მაგრამ იმედი მაქვს ასევე საკუთარი ჩემი თანაპარტიელების სხვა ოპოზიციური ასე ვთქვათ, ძალების ღონიერების თავდადებულობის სამშობლოსთვის, იმიტომ რომ ჩვენც ვართ მათ შორის, ვინც თუნდაც დღევანდელ რეზოლუციას მიაღწია არაღიარების პოლიტიკაში ძალიან ბევრს აღწევს. მათ შორის პირველი ერთ-ერთი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელზეც მეც და სხვა ადამიანებმაც დღეს თქვეს, რომ ის არის ერთადერთი წარმომადგენელი ქართველი ერის, ლეგიტიმური წარმომადგენელი, რომელმაც შეიძლება ისაუბროს ჩვენი სახელით. ეს ყველაფერი აქ ესმით, მაგრამ გასაღები არის ჩვენ ქვეყანაში. რუსთაველის გამზირზე, მაგრამ არა მხოლოდ. სხვა ქალაქებში, სხვა სოციუმებში, ყველგან, სადაც საქართველოა.
ნამდვილად ნიკა ცოტა უფრო კარგად რომ განგვიმარტოთ ამ რეზოლუციის შესახებ ხვალ უნდა იყოს კენჭისყრა როგორც ვიცით ხო და უნდა წარდგენილი იქნება სია აი უფრო კარგად რომ მოუყვე ჩვენს მაყურებელს რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს და მნიშვნელობა რამდენად მნიშვნელოვანი იყო დღეს ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური იყო იმის ნახვა თუ როგორ წარადგინეთ თქვენს ზურამ ჯაფარიძემაც ან ძალიან მნიშვნელოვანია დღეს როდესაც განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხალხი დაუღალავად აი ესეთი ტერორის და ყველაფრის მიუხედავად 77 დღე მყინვარში ქუჩაში დგას აჯარიმებენ იჭერენ მათ ახლობლებს და ანუ რა ვიცი ბევრი უამრავი პრობლემა ექნება ამ ხალხს აი ამის გაჟღერება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მოლოდინიც რაღაცნაირად გაჩნდა აი რა მოლოდინები შეიძლება რომ გქონდეს ამ ხალხს ვისაც თქვენ ახლა ახსენებთ ქართულ ხალხს არის სრული მხარდაჭერა ევროპაში სრული მაგრამ ისინი ჩვენს გვეკითხებიან რა არის შემდეგი როგორ გეგმავთ ვითარების საბოლოო შეცვლას და პოლიტიკოსებს ამაზე პასუხი უნდა გქონდეს ჩვენ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს და ვესაუბრებით და ძალიან კარგია რომ პრეზიდენტის ასე ვთქვათ ქოლგის ქვეშ ეს დიალოგები და განხილვები და დისკუსიები აღდგა კარგი იქნებოდა რომ ჩვენი კოალიციის წარმომადგენლების გარდა სხვა პარტიებიც ყოფილიყვნენ მიუხედავად იმისა რომ სრული მხარდაჭერა ჰქონდა იმას რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ სხვა პოლიტიკური ძალებისგან მაინც კარგია თუ ყველა ერთად ვივლით აქ ამას აქვს თავის ფასი ამას აქვს თავისი ოპტიკა ამის დანახვაც უხარიათ ევროპელებს მე შემთხვევით არ მithქვამს და არ ზურას ბოლო წინადადებებად და შემაჯამებელ ტექსტებად ის რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ ჩვენ გვაქვს შეიძლება ერთმანეთში განსხვავებები მაგრამ ამ საკითხში ვერ გვექნება იმიტომ რომ ეს არის არა ჩვენი კარიერის პირადი რაღაცა საკითხების გადაწყვეტის საკითხი არამედ ეს არის ჩვენი სამშობლოს მომავლის გადაწყვეტის საკითხი და ამიტომ ცხადია რომ ამაში ერთიანები ვართ და სხვათა შორის არა მხოლოდ 5%-ის დამძლევი პარტიები არამედ სხვა უფრო მცირე პარტიებიც იმიტომ რომ ბოლო მოლაპარაკებებზე იყვნენ მაგალითად ფედერალისტებიც იყვნენ სხვაებიც და ჩვენ ბუნებრივია რომ მოვიდა დრო რომ ვილაპარაკოთ ყველამ ერთად ბარიერ დაძლეულმა პარტიებმაც და სხვაებმაც ვისაც ეს ბარიერი არ გადაულაყავთ იმიტომ რომ სამშობლოს დამცველები არიან პოლიტიკურ სპექტრშიც და არიან ბევრნი სამშობლოს დამცველები არიან არასამთავრობო ორგანიზაციაში და არიან ბევრნი და სამშობლოს დამცველები არიან ქართულ ხალხში და არიან ძალიან ბევრნი ეს ბოლო კვლევებმაც აჩვენა 88% მიიჩნევს რომ არის უზარმაზარი კრიზისი და აქედან 4/5 მიიჩნევს მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველი რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელია ქართული ოცნება და მან ეს კრიზისი უნდა განმუხტოს ახალი არჩევნებით და მივადექით ახალ არჩევნებს ამ დღევანდელ რეზოლუციაში მთავარი საკითხი არის გამოსავლად შემოთავაზება ახალი არჩევნების თავისუფალი დემოკრატიული სამართლიანი არჩევნების ახალი და მიუკერძოებული ადმინისტრაციით და სრულფასოვანი და ყოვლის მომცველი კონტროლით საერთაშორისო ორგანიზაციებით. ჩვენ ხო ამას ვითხოვთ ხალხიც და პოლიტიკოსებიც. ჩვენ არ ვითხოვთ რომ დაგვიწერეთ გამარჯვება სასწრაფოდ. ჩვენ ვამბობთ თუ თქვენ ფიქრობთ რომ გაიმარჯვეთ, ჩვენც ვფიქრობთ რომ გავიმარჯვეთ. ჩავატაროთ არჩევნები, ოღონდ მსაჯი თქვენ მხარეს კი არ იყოს, მაგრამ არ ჩვენ მხარეს. მსაჯი იყოს მიუკერძოებელი. ჩვენ ხო ამას ვითხოვთ მეტი არაფერს. იმიტომ რომ ჩვენ ზრუნავთ ქვეყნის ბედზე. ისინი არასდროს არ ეთანხმებიან იმას, რაც ნეიტრალურ ხმის დამთვლელს, ნეიტრალურ მსაჯს გულისხმობს. მათ ჭირდებათ საკუთარი მსაჯი. ხმები თვითონ დაითვალონ, თვითონ დაწერონ. ამას ხელისუფლების მითვისება ქვია. ამას კონსტიტუციური გადატრიალება ქვია, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. და მათ არავინ არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. დღეს ამ დადგენილებაში ყველა სიტყვა, რომელიც ეხება სახელისუფლებო ტერმინი, მოდი ასე ვთქვათ, არის ამ ბრწყალებში, ან წინ უწერია ეგრეთ წოდებული, ან წინ უწერია თვითგამოცხადებული, ან საერთოდ ნახსენები არ არის თანამდებობა და სახელები და გვარები წერია მხოლოდ.
ამაზე უფრო ტრაგიკული რა შეიძლება პოლიტიკური ჯგუფს დაემართოს. მაგრამ მე არ მაღალვებს ქართული ოცნების ტრაგიკული ბედი, რომელიც პრაქტიკულად უკვე დამდგარია. მე მაღალვებს ტრაგედია ჩემი ქვეყნის, რომელზეც მიიღება რეზოლუციები, რომელთა თანამდებობის პირებზე ბრჭყალებია ყველგან ნახმარი. სადაც ლაპარაკია იმაზე, რომ ქართული ხალხი გვიყვარს, მათ რა თქმა უნდა უვიზოთ უნდა შეეძლოთ ჩვენთან სიარული, მაგრამ თუ დემოკრატიის უზრუნველყოფა ამ ქვეყანაში ვერ ხდება, მაშინ ჩვენ ვერ შემოუშვებთ ვერავის არადემოკრატიული რეჟიმიდან საქართველოში არსებული არადემოკრატიული რეჟიმიდან ჩვენს ევროპულ დემოკრატიებში. ჩინეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, ვინც უვიზო დადის, იმ ქვეყანა ჩვენ უვიზო რეჟიმზე დიდხანს ვერ დაველაპარაკებით. მიუხედავად იმისა, რომ მეც და ზურამაც ამაზე ბევრი ვისაუბრეთ, რომ ქართველი ხალხის თვის ეს იქნება მტკივნეული ძალიან, მიუხედავად ამისა, აქ თავისი დღის წესრიგი აქვს ხალხს. აქ აინტერესებთ, რომ ირანიდან ვიღაცა შემოპარული მერე რაღაცა გაუგებარი იუსტიციის სამინისტროს და კიდევ უფრო გაუგებარი ვითომ პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობა მიცემული არ შეიპარება ევროპაში ჩვენი გავლით. აქ ეს აინტერესებთ, თავისი ბედი აინტერესებთ პირველ რიგში. ეს ბუნებრივია, ხო? როგორც ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ბედი პირველ რიგში. ამიტომ ან ჩვენ ამ ხელისუფლებას ვუშვებთ და ხალხი უკვე გვეუბნება, რომ ეს ხელისუფლება მისთვის მიუღებელია. მაგრამ ჩვენც უნდა ვთქვათ ამაში რა კონტრიბუცია შეგვაქვს. დგავართ რუსთაველზე, დგავართ. ვაკეთებთ კიდე სხვა რამეს, ვაკეთებთ ბევრს საგარეო პოლიტიკის კუთხით, არაღიარების კუთხით და ასე შემდეგ. მაგრამ კიდევ მეტია საჭირო ჩვენგანაც, მედიისგანაც მათ შორის, სხვა შორის მედიას დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, მათ შორის დაფინანსების კუთხით და ვთქვით, რომ კრიტიკული მედიები უბრალოდ გაქრებიან. აქ არის ზეწოლები კრიტიკულ მედიაზე, დაჭერები, ცემა ჟურნალისტების, მაგრამ ფინანსური პრესია ისეთი, რომ უბრალოდ შეუძლებელი გახდება მათი ფუნქციონირება. ჩვენ ვილაპარაკეთ ყველა პრობლემაზე, რომელიც თუ არ მოგვარდა სწრაფად საქართველოსთვის შეიძლება იყოს დამღუპველი. ყველაფრისგან მივიღეთ თანხმობა, მათ შორის მივიღეთ თანხმობა იმაზე და მათი პოზიციაც იყო ამგვარი, რომ ბრიუსელის უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება, ეს ხო პარლამენტია, მათაც ყავთ თავისი აღმასრულებელი ხელისუფლება, იქნება ძალიან მძიმე დაწოლის ქვეშ პარლამენტისგან, რომ ეს დეკლარაცია მათ შორის სანქციების ნაწილში და იქ ძალიან ბევრი ადამიანია ჩამოთვლილი, თუმცა უფრო მეტი შეიძლებოდა, იქნება ძალიან დიდი დაწოლის ქვეშ. და ჩემი ადრესატი დღეს მიმართვის იყო ფიცო და ორბანი, როგორც ორი იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ხელს უშლის ევროპულ ერთობას ივანიშვილის წინააღმდეგ. ისინი არიან კანიბალების მხარეს. და კანიბალების მხარეს არ არის მათი ხალხი, სლოვაკები და უნგრელები. ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში. ცივილიზებული სამყარო კანიბალების მხარეს არ შეიძლება იყოს. და მზიას, საბას, დემოკრატიული ღირებულებების მხადაგებელი და დემოკრატიული წესრიგის მომთხოვნი ხალხის, რომელიც 75 დღეა ქუჩაში დგას, წინააღმდეგ სვლა ნიშნავს კანიბალების მხარეს ყოფნას. იმ პოლიციელების, იმ პროკურორების, იმ მინისტრების, იმ თანამდებობის პირების და იმ ივანიშვილის მხარეს, რომელიც ანადგურებს ქრისტიანულ ევროპულ ფასეულობებს საქართველოში და მიყავს ის კატასტროფისკენ, რომელსაც ქვია რუსეთი. ამიტომ ეს არჩევანი ევროპაში სავარაუდოდ გაკეთდება, ნახოთ რა მოხდება 27 ქვეყნის შეთანხმებაზე, თუმცა დარჩენილმა 25 ქვეყანამ თავისუფლად შეიძლება უზრუნველყოს მაგალითად ფინანსური სანქციები, მაგალითად არ შეშლება ყველა იმ თანამდებობის პირის, ვინც შეიძლება ასე ვთქვათ დღეს განიხილებოდეს როგორც მწამებელი, თავისუფლების შემზღუდვავი და დემოკრატიის მტერი საქართველოში. და ასეთ ხალხის ჩამონათვალი ჩვენ მიცებული გვაქვს მრავალ ათას სიტულის, უпроსოდ მრავალ ასეულს და ყველა ვერ მოხდება თავისთავად ცხადია დეკლარაციებში და დადგენილებებში, მაგრამ მათ მიმართ იქნება ზომები მიღებული უშუალოდ ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. ნიკა, შენ ნაწილობრივ ამ თემაზე ისაუბრე, მაგრამ მაინც უფრო მინდა რომ ამაზე შენი ხედვაც გვაინტერესებს.
ხშირად აქ სტუდიაშიც გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, რომ გამარჯვების ფორმულად გარკვეულწილად მოისაზრება სინერგია დასავლეთსა და შიდა წნეხს შორის. ანუ დასავლეთის მხარდაჭერა და შიდა წნეხი, ხო? ეს სინერგია შენ თუ ხედავ ამას? სანქცია როგორც ამბობ. ხო, და შენ თუ ხედავ ამ სინერგიას და თვითონ ევროპელები თუ გძნობენ ამ სინერგიას? იცი რას დავამატებ? წეგან ახსენე რომ უფრო მეტია საჭირო ვთქვა. გაქვს რამე მოსაზრებები რა არის, რა შედის ამ უფრო მეტში ვთქვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან თუ პოლიტიკოსების მხრიდან, რომ რა, იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება არ მიგულისხმია სწორედ რომ ხალხისგან რაც შესაძლებელია ყველაფერი კეთდება. პირდაპირ ვამბობ, შეუძლებელია ხალხმა პროტესტის ზომების გარდა სხვა რამეს მიმართოს. რაც ხალხისგან არის შესაძლებელი, ის ხდება უპრეცედენტო ამბავი ხდება, მეგობრებო, 75 თუ 77 იკეტება 77 დღეა იკეტება რუსთაველი. მეტი რა უნდა გააკეთონ ქართველებმა. ხალხმა მეტი რა უნდა გააკეთოს, ხო? პოლიტიკოსებიც ბევრს მუშაობენ ძალიან და არასამთავრობო სექტორიც. ნუ მედიაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, გონია რომ თავარი მამოძრავებელი ძალა ქართული დემოკრატიისგან თუ რამე დარჩა საერთოდ ქართული დემოკრატიისგან. მაგრამ ქმედებები შესაძლებელია რომ გავრცელდეს რუსთავის მიღმაც და აუცილებლად უნდა გავრცელდეს და უნდა მიიღოს უფრო მასშტაბური ხასიათი არა ხალხის რაოდენობით, მე არ გულისხმობ ხალხის რაოდენობას, არამედ მეთოდებს და შესაძლებლობებს, აი ამ სპექტრის გაზრდას, მეთოდების და შესაძლებლობების. ამ რეჟიმმა უბრალოდ ფუნქციონირება საერთოდ ვერ უნდა შეძლოს. იმიტომ რომ ის ცდილობს, რომ ადაპტაცია მოახდინოს არსებულ ასე ვთქვათ პროტესტთან და გარკვეულწილად ამას აღწევს, ხო? იმიტომ რომ პროტესტი არის რუსთაველზე, მან იცის უკვე როგორ ვითარდება ეს პროტესტი, ამიტომ ის უნდა გამრავალფეროვდეს და ეს პოლიტიკოსების ამოცანაც არის. ის რეჟიმს გულისხმობ იზოლაციის მიმართაც ხდება და ჩვენ უთხარით ეს სხვა შორის ჩვენ მეგობრებს აქ, აი ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის მიმართაც ხდება მისი ადაპტირება. ეს ახასიათებს თანამედროვე ავტორიტარიზმს და ნელ-ნელა იწყებენ ამის შესწავლას და შეჩვევას. ამიტომ ყოველ დღე უფრო მძიმე ზომით უნდა მიადგნენ აი ამ ხალხს. დაუყადაღონ ანგარიშები, დაუყადაღონ ქონება, არ მისცენ გასაქანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, მაგალითად ქართველმა ხალხმა უნდა ვთქვათ ყველამ ერთად და პოლიტიკოსებმაც, რომ აი ეს ხალხი რომ დღეს ვალებს იღებს საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან, ჩვენ ამ ვალებს არ გავისტუმრებთ. იმიტომ რომ ეს ხალხი ამ ვალებს იღებს საქართველოს სახელით და მათ ამის უფლება არ აქვთ, ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს, მათ არ აქვთ ამისი ლეგიტიმაცია, ჩვენ ისინი არ აგვირჩევია. ამიტომ ვალებს რო იღებენ, რომელსაც ჩვენ კი არ გვახმარენ, ჯიბეში იდებენ, ნუ აძლევთ ამ ვალებს. მსოფლიო ბანკს უნდა მიმართოთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდს უნდა მიმართოთ. აზიის განვითარების, ევროპის განვითარების ბანკს უნდა მიმართოთ. ნუ აძლევთ ამ ხალხს ვალებს. ეს ვალები არ არის ქართველი ხალხისთვის, ეს ვალები არ არის აღებული ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ და ჩვენ არ გავისტუმრებთ ამ ვალებს. მაშინ მიეცით მათ საკუთარი რისკის ფასად. და ჩათვალეთ რომ მათ ჩუქნით. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ, მეტი უნდა ვიაროთ საზღვარგარეთაც, დედაქალაქებშიც, პოლიტიკოსებს გულისხმობ, რომ ხალხი აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია და რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ეს არის პროტესტი და დგომა იქ, სადაც ქარიშხალია, მოდი ასე ვთქვათ, როგორც გალაქტიონი იტყოდა. და ეს ხალხი აჩვენებს თელ მსოფლიოს, რომ იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპელი ხალხია. მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენც ვიმსახურებთ პოლიტიკური ელიტა, რომ ვიყოთ ევროპული პოლიტიკური ელიტის ნაწილი, იმიტომ რომ ევროპულად მოქმედება ასევე შეგვიძლია, როგორც ჩვენ ხალხს შეუძლია. სიარული დედაქალაქებში, სიარული საერთაშორისო ორგანიზაციებში, აქტიურობა ქვეყნის გარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნითაც ძებნა სხვადასხვა ალტერნატივების, სხვადასხვა შესაძლებლობების და ჩვენც უნდა დავეხმაროთ ხალხს. ხო, ჩვენი ტრაგედია იქნება ის ამბავი, რომ ადამიანები იდგნენ ამდენი ხანი პროტესტზე და მათ ვერ მიაღწიონ, ხო? მარტო ქვეყნის პრობლემა კი არ იქნება, ხალხის პრობლემაც იქნება. ხო და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამის 1 მილიმეტრიანი ეჭვიც კი არ აღიძრას. ერთ ადამიანსაც არ აღეძრას თავში ეჭვი იმის შესახებ, რომ ტყუილად ხო არ ვდგავარ. და ჩვენ
არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, ყველა ჩვენთაგანმა, თქვენს, მედიამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არც ეჭვი იყოს დამარცხების, ან შესაძლო რაღაცი წარუმატებლობის, არც ფრუსტრაციის 1 მილიმეტრიანი დაშვება, არაფერი საერთოდ, რაც ადამიანს აფიქრებიებს, რომ ტყუილად ხო არ დგავარ. არა, ტყუილად ნამდვილად არ დგახართ, ტყუილად არავინ არ იბრძვის. ჩვენც ვაკეთებთ რაღაცეებს, გვეჭხუბეთ, ეს არ არის პრობლემა, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს. თუნდაც უსამართლოდ გვეჭხუბეთ, პირიქით უფრო მოტივირებულები ვხდებით, რომ ქვეყნის საკეთილდღეოდ მეტი ვაკეთოთ და უფრო ხარისხიანად, მაგრამ ყველამ ერთად უნდა მივახციოთ, ეს უნდა გვესმოდეს. კონსოლიდაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება არა მარტო პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაცია. თუ გარეთ არის ყველა კონსოლიდირებული, ყველა დემოკრატიული ძალა და ქვეყანა იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს, ქვეყნის შიგნით უბრალოდ დაუშვებელია, რომ არ ვიყოთ ყველანი კონსოლიდირებულები ერთი მიზნის ირგვლივ. პოლიტიკოსებიც, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მედიას, კულტურული, ასე ვთქვათ, ელიტაც თუ როგორც ქვია, არ ვიცი და რაც თავარი აქტორი, ქართველი ხალხი, ვისაც ეკუთვნის ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუცია. ნამდვილად და ერთი რამე მინდა ვკითხო, თუ გისაუბრია ევროპელ კოლეგებთან ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის როლზე საქართველოსთან მიმართებაში, ანუ დღეს ჩვენ ბევრი მესიჯი ცალსახად გავიგეთ, მაგრამ ამავე დროს მიუხედავად იქაც გამოკვეთილი მესიჯ ბოქსებისა, მაინც არსებობს გარკვეული კითხვები და იქ თუ გაიარეთ ეს საკითხი. არა ჯერ, თუმცა ბუნებრივი არსებობს გარკვეული მოსაზრებები. ეს არ არის ოფიციალური საუბრების ნაწილი, ამიტომ არ გავცელდები ამ საკითხზე, თუმცა ამერიკაში ჯერ დიდი ტურბულენტობაა, ჯერ არ მოხდა რა ადმინისტრაციების ცვლა საბოლოოდ, უბრალოდ თანამდებობის პირები გამოიცვალნენ, მაგრამ თებერვლის ბოლომდე როგორც წესი სრულფასოვანი ფუნქციონირება ახალი ადმინისტრაციების არ იწყება ხოლმე, მაინც დაველოდოთ ამ თვის დასრულებას და მერე შეგვეძლება უფრო კაფიოთ და დეტალურად ვისაუბროთ ამ საკითხებზე, თუმცა საერთოდ არ მეპარება ეჭვი, რომ არანაირი ცვლილებები ქართული ოცნებისთვის ხელსაყრელი უბრალოდ არ იქნება. შეუძლებელია ეს მოხდეს. ხო და აი შენ ახსენე ნიკა რომ ერთად მუშაობთ ოპოზიციური პარტიები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აბსოლუტურად გეთანხმები იმაში რომ ხალხი პოლიტიკურ ყველანი ერთად უნდა გავერთიანოთ, იმიტომ რომ ხო ვართ ომში და როდესაც ომში ვართ უნდა გადავდოთ ჩვენი რაღაც არ მოწონებები, ბრაზები, უთანხმოებები, იმიტომ რომ დღეს რეალურად სინამდვილეში უფრო მეტი რამ გვაკავშირებს და უფრო მეტ რამეზე ვთანხმდებით, ვიდრე ჩვენ გონია და უბრალოდ მე ხალხის პოზიციიდან ვიტყვი ამას ძალიან ძლიერი არის ჩემზე უკეთ ვიცი ძალიან ძლიერი არის ეს პროპაგანდისტული მანქანა ეს რაღაცა ბევრი სხვადასხვა მხრიდან ადამიანებზე ზეწოლა დაშინება რაღაცების გავრცელება ჭორების გავრცელება და რთულია საკმაოდ ამ ომში ისე სიარული რომ და თან როდესაც 77 დღე გრძელდება ეს გადაბმულად ამდენი უკანონო პატიმარი ამდენი ნაწამები ადამიანი ამდენი ნეგატიური ინფორმაცია ძალიან ძნელია რომ ემოციებს არ აყვეს რა თქმა უნდა თუმცა ჩემთვის პირადად ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა, როდესაც რეგიონებში გავდივართ და იქ მოდის ხალხი, რომელიც არის ბევრად უფრო შეშინებული, ვიდრე ჩვენ თბილისში ვართ, იმიტომ რომ აქ მაინც რაღაცნაირად უფრო თითქოს მეტი გამოცდილება გვაქვს ამ ბრძოლის, უფრო მეტად გაბრაზებულები ვართ, უფრო მეტი წყლის ჭავლი და გაზი და რეზინის ტყვია მოხვედრია და მარტივი რამე არსებობს, შემიძლია გითხრა, ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ ჩვენი შემოსავლებით დამოკიდებული ხელისუფლებაზე თბილისში და დიდ ქალაქებში. იქ ყველაფერი ხელისუფლებაზე გადის. ნამდვილად. ესე მოაწყო ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა. ნამდვილად და აი მიუხედავად ამ შიშებისა შიმშილი შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს გამოიწვიოს ერთ კონკრეტულ რეგიონში. ხვდებით რას ვამბობ? ამიტომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამაზეც ხალხს, რომ ისინი კარგავენ დამოუკიდებლობასაც და მუდმივ მიჯაჭვულობაში იქნებიან ქართული ოცნების თუ ნებისმიერ ხელისუფლებაზე, რომელიც მათ იმპულს გადაუხდის ყოველთვიურად, რომელიც სიცოცხლისთვის არის, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის არის საკმარისი მხოლოდ და მოდი ასე ვთქვათ, პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ანუ შიმშილით რო არ მოკვდნენ იმისთვის და არა განვითარებისთვის და თუ ადამიანს განვითარების პერსპექტივა არა აქვს და მხოლოდ დასულია სიცოცხლის შენარჩუნებამდე, ეს უკვე ადამიანურობა არ არის. ეს უკვე არ არის სახელმწიფოს ფარგლებში ცხოვრება.
ეს არის სხვა ტიპის თანაცხოვრება ადამიანების, რომელიც ფიზიოლოგიას უფრო უკავშირდება, ვიდრე სოციუმს და სოციალურ განვითარებას. ნამდვილად და შენი შვილი შენ თუ ვერ უზრუნველყავი იმითი, რაც მას უნდა, პროფესიით, განათლებით, ან აუცილებელი არ არის უმაღლესი განათლება, ხო, კონკრეტული პროფესიით და შემდეგ და არ მიეცი შენის შესაძლებლობა, რომ ის ავიდეს უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე შენ ხარ. ეს ნიშნავს იმას, რომ განათლება თეორიულად და ბოდიში განვითარება თეორიულადაც შეუძლებელია და ჩვენი ხელისუფლება ეგრეთ წოდებული რასეუბნება დღეს საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებით რეგიონებში. მე მოგცემ თვეში 200 ლარს და შენ არ მოკვდები შიმშილით. დანარჩენი შენ არ გექნება. აი ამას ეუბნება და ამის სანაცვლოდ ართმევს ხმას. და ეუბნება რომ თუ ხმას არ მომცემ, მაშინ 200 ლარიც არ გექნება და მოკვდი შიმშილით. კი და კატასტროფულ ტერორში არის ხალხი, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი მაინც გამოდის და არის ამაყი, არის თამამი, არის ძლიერი და უხარიათ რომ ამ პროტესტში რაღაც ფორმით მაინც იღებენ მონაწილეობას, რაც აი ჩემთვის პირადად ეგ არის ყველაზე უფრო მამოტივირებელი რამე. ნამდვილად ასეა და რაღაცნაირად რეგიონებში რო უყვართ სამშობლო გულწრფელად გეტყვით, ეგ ყველაზე ეგ არ ვიცი ხა შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ მე რო წავწყდომი ვარ, როგორც თანამდებობის პირი მიმოგზაურე, როგორც პოლიტიკოსი, როგორც ტელევიზიის რაღაც ხო თანამშრომელი, რეგიონებში რო სამშობლოს სიყვარულს გადააწყდები, ამის პრეცედენტი შეიძლება ვერც ერთ დიდ ქალაქში ვერ იპოვო. წარმოუდგენელი ამბები ხდება ამ ხრივ რეგიონებში. და საერთოდ არ მეპარება ეჭვი რომ რეგიონები თავის სიტყვას იტყვიან. მაგრამ ამ წუთში თუ რამე გაინტერესებთ ჩემგან დანაკლისი სად მაქვს მე თვითონ ზუსტად ეგ მგონია პრობლემა. რომ რეგიონები არ არის იმ მასშტაბით ჩართული ამ პროტესტში, როგორც შეუძლიათ კი არა, როგორც მათ უნდათ. ნამდვილად, ამაში 100% გეთანხმები. სადაც პოლიტიკოსებმა შეიძლება რომ ვიმოქმედოთ. აი ეს მგონია ის სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკოსებს რომ რაღაცა დამატებით გავაკეთოთ. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აი სულ რომ მოდიან ისეთი ამაყები და გახარებულები არიან იმის გამო, რომ აი რაღაც პატარა წვლილი მაინც შეაქვთ, რომ ეს სურვილი და რაღაც ბრძოლის ჟინი ნამდვილად არის ძალიან დიდი და მოთხოვნილება, იმიტომ რომ მართლა ხალხი კატასტროფულ ტერორშია. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩართვისთვის, მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ და წარმატება. დაგემშვიდობებით. მადლობა წარმატებებით ხო. წარმატებებით. ხო, ძალიან მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი იყო და მნიშვნელოვანია მართლა, რომ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ესე გაუთავებლად ხდება, რა ტერორშიც ვართ, ამ ყველაფრის დეტალური მოსმენა ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის და ამ ყველაფრის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ყველაფერი კარგად იციან, თუმცა ყოველდღიურად შეხსენება და ამაზე საუბარი არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ კენჭის ყრაზე რამე ჩვენთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი მოხდება. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ იცი რა არის, ანუ სოფხედველობად, თქვათ, უფლებებად, მაგრამ სამყაროში იმდენი კონფლიქტია და იმდენი ბევრი მნიშვნელოვანი თემაა, რომ თუ მუდმივად არ შეახსენე, გამორიცხულია. და ეს მუდმივად, აი, ამიტომ ახსენე სინერგია, რომ მნიშვნელოვანი შიდაწნეხის და გარეწნეხის სინერგია, ხო? ანუ გარეწნეხში რას გულისხმობთ, ისევ იმას, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაცა ნაბიჯები გადაიდგას იქნებ როგორმე. თორე არავის არ უხარია, მაგალითად ეს წნეხი თუ იქნება საქართველოზე, ასე ვთქვათ, აი, მოდი საქართველოზე ხა მოდი დასავლური წნეხი ვიგზნო, ეხლა რაღაცას ისინი ხო არ ვარ სადომაზოხისტები, არა, უბრალოდ გარკვეულწილად რაღაცა ბერკეტებს გულისხმობთ, რომელიც შეიძლება წაეხმაროს საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებას. მოკლედ კიდე ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ, უბრალოდ ეხლა დაგემშვიდობებით და მალე დაგიბრუნდებით ძალიან. არა, დაგემშვიდობებით. დროებით ვემშვიდობები, კაცო. ძალიან მოკლე რეკლამაზე გავალთ და დავბრუნდებით ძალიან საინტერესო სტუმრით და მნიშვნელოვანი თემით, ასე რომ დარჩეთ ჩვენთან. დავბრუნდით, როგორც შეგვპირდით, ძალიან მალე დავბრუნდით თან და მეორე ბლოკში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. ჩვენ გადაცემაში გვყავდნენ ამ თემასთან დაკავშირებით უკვე სტუმრები, მაგრამ დღეს კიდევ უფრო საფუძვლიანად ვისაუბრებთ საზოგადოებრივ ასამბლეაზე და სტუდიაში გვყავს ნანა ამისულაშვილი, ადვოკატი და ასამბლეის დამფუძნებელი და ნინო შვანია, პიანისტი, მუსიკათმცოდნე, მოგესალმებით. ქალბატონებო, როგორ ხართ? ძალიან
გამიხარდა რომ საყვედით და მე მახსოვს ჩვენი წინა ეთერიდან ძალიან ესეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო წარდგენა იყო მე მგონი მაშინ როცა ვისაუბრეთ ამ თემაზე და მე პირადად ძალიან ჩემთვის ძალიან ის იყო რაღაც იმედის მომცემი და საინტერესო რამ საერთოდ ზოგადად ამ ასამბლეის არსებობა იმიტომ რომ ხედავთ ჩვენ დღეს რომ ქართველი ხალხი საკმაოდ ისეთი პატრიოტი ხალხი ვართ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ისმის ძალიან ბევრი ადამიანის ხმა ძალიან ბევრი მოსაზრება და რაც ვფიქრობ რომ ძალიან გასათვალისწინებელია შესაბამისად მსგავსი ასამბლეის არსებობაც ალბათ მნიშვნელოვანია და მოდი ნანა მე რომ აღარ ვისაუბრო რაღაცები უფრო დეტალურად მოგვიყევი ყველაფერი მნიშვნელობაზეც და დღეს იყო მე მგონი თუ ხო 8-ში იყო წარდგენა მოგესალმებით დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს ჩვენ მართლაც დეკემბერში ვიყავით თქვენსთან სტუდიაში მაშინ იყო მოსამზადებელი სამუშაოებს ვატარებდით და ერთ-ერთი საინიციატივო შეხვედრა პირველი უფრო სწორად საინიციატივო შეხვედრა და როგორც იყო დაგეგმილი გარკვეული პროგრესის მერე იყო დაგეგმილი უკვე დამფუძნებელი ყრილობა ასე დავარქვით საზოგადოებრივი ასამბლეის ეს იყო 8 თებერვალს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო რომ დავამთხვიეთ დავით ახმაშენებლის ხსენების დღეს იმიტომ რომ აქაც გარკვეული ახშენებლობა მიდის ანუ ქართული საზოგადოების ახშენებლობა საზოგადოებრივი ასამბლეა ნიშნავს ამას რომ საქართველოს და ქართულმა საზოგადოებამ უნდა რაღაც სტრუქტურირებული ფორმა შეიძინოს, რითაც შეიძინოს უფრო დიდი ძალა, რომელთაც შეუძლია შევიდეს მოლაპარაკებებში ნებისმიერ აქტორთან, გარე თუ შიდა აქტორთან. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საზოგადოების ხმა აქამდე არ ისმოდა ნაკლებად, ხო? ზოგადად ისტორია ეხა პატარა წანამძღვარი რო გავაკეთოთ, არ ვიცი მაშინ მოუყევით თუ არა, ეს იდეა გაგვიჩნდა სამეგობროს დაახლოებით პირველი მეორე რუსული კანონის შემდეგ, როცა მიიღეს რუსული კანონი, რუსული კანონი. ახალი წელთაღრიცხვის ხოსავი. ხო, რაღაც ესე. ათულა მაქედან იწყება. ჩვენ გვაქვს ახალი ისინი, ხო? და ზუსტად მაგაზე დავფიქრდით, რომ საერთოდ თუ ვიცით, როგორი სახელმწიფო გვინდა, რა უნდა ვაშენოთ, ჩვენ თუ გვაქვს გააზრებული და საზოგადოებას რო ვამბობთ, ხო, ვინ არის ეს საზოგადოება, სად არის, ხო, ვინ არის მისი წარმომადგენლები, ან წარმომადგენელთა ჯგუფი. ამაზე დავიწყეთ ფიქრი და უკვე სტრუქტურაზე ფიქრი და ეს სტრუქტურა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვდგავართ რუსთაველზე, ჩვენ ვართ იქ საზოგადოება, ოღონდ ფიზიკურად ვდგავართ და არ ვართ სტრუქტურირებული. იმისთვის რომ ინტერესი გაატარო, ძალიან მნიშვნელოვანია სტრუქტურირება, მაგრამ ამ სტრუქტურირებასაც ჭირდება ძალიან დაკვირვებით შედგენა, ხო? რატო? ეხლა ეს არ მაშინაც იყო ნახსენები და ყველა ეთერში და ყველგან ვამბობთ, რომ ეს არ არის მოძრაობა. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ვერც იქნება, ვერც ვერასოდეს გადაიქცევა თავისი დეცენტრალიზებული ბუნებიდან გამომდინარე. და ეს არ შეიძლება იყოს რომ ვინმეს კუთვნილება. ეს არის პლატფორმა, სადაც მოძრაობს, სადაც შეგროვებულია ბევრი ადამიანი, ბევრი ინტერეს ჯგუფი, მთელი საზოგადოების წარმომადგენლები სხვადასხვა ჯგუფებიდან და სადაც პირველი რას ვაკეთებთ, ხო, ამ პლატფორმაზე რომ შევდივართ, ხედავთ ერთმანეთს. იმიტომ რომ მანამდე შეიძლება უბრალოდ ქუჩაში ხდებოდეთ, უბრალოდ რუსთაველზე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს და ამ დანახვაში გულისხმობ, რომ დავინახოთ ერთმანეთი, ვინ ვართ და რა შეგვიძლია. მერე იწყება უკვე ხიდების გადება, კონტაქტების დამყარება იმისთვის, რომ საერთო საქმე ვაკეთოთ, პროექტები ვაკეთოთ, ინიციატივები დავაყენოთ და აი ეს არის და მოკლედ რო აღწეროთ ასამბლეის იდეა ეს არის, რომ ყველამ შეძლოს თავის პოვნა, თავისი ინტერესიდან გამომდინარე სხვა ჯგუფებთან დაკავშირება და საერთო საქმისთვის უფრო სტრუქტურირებულად და მიზანმიმართულად სვლა. ეხლა საერთო საქმე რა არის? ასამბლეაში გაწევრიანება შესაძლებელია თუ ვეთანხმებით
შექმნის პრინციპებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენელს შეუძლია ასამბლეაში გააწევრიანება და თუ გვექნება მე შესაძლებლობა ამასაც აღწერთ მოკლედ. კი, საინტერესოა ძალიან. პრინციპები რა არის, ხო? ჩვენ გვინდა დემოკრატიული საზოგადოების აშენება. მყარი დემოკრატიული ინსტიტუციების შექმნა, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას, ხო? და ამისათვის ეს პრინციპები არის, რომ ვეთანხმებით, ყველა ეთანხმება ასამბლეაში, ვინც მონაწილეობს, რომ ყველა ვეთანხმებით, რომ საჭიროა ახალი არჩევნები, ახალი არჩევნების გარეშე ტრანსფორმირება ვერ მოხდება და დემოკრატიული გეზით გაგრძელება გზის ვერ მოხდება, საჭიროა უკანონო დაპატიმრებულების გათავისუფლება და შემდგომ ამისა ეს არის მოკლევადიანი ამოცანები, რომ თქვათ ასე დავაჯგუფოთ და უფრო გრძელვადიანი ამოცანებია, იმდენი საინტერესო ჯგუფი, იმდენი მცოდნე და გამოცდილების მქონე ადამიანი უნდა შეგროვდეს ასამბლეაზე, რომ ჩვენ შევძლოთ უკვე გრძელვადიან ამოცანაში ევროინტეგრაციის გზაზე, ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ რეფორმები, რეკომენდაციები შევასრულოთ და ასე თქვათ, წყობში მოვიყვანოთ სახელმწიფო, როცა იქნება ფანჯარა იმისთვის, რომ შევიდეთ ევროპაში, დავხვდეთ მზად. მათ შორის ეს შეიძლება იყოს ახალი კონსტიტუცია თუ მრავალი სხვა დოკუმენტი, რომელიც უკვე, აი როგორც აქამდე როგორ ხდება ხოლმე, ხო? ჩვენ ვიცით, კანონებს იღებს პარლამენტი, მცირედი შეიძლება რაღაც ყოფილა პრაქტიკაში, რომ საზოგადოებას ქონია რაღაც მონაწილეობა მიღებული. თუმცა არ ვიცი, ვის ქონიათ აი მაგალითად თქვენთვის საინტერესო სფეროს საკანონმდებლო პროცესში თუ მიგიღიათ მონაწილეობა. არასოდეს. ხო, არასოდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს კანონი იყო პირველად როცა იმისათვის რომ ჩვენ რაღაცა აგური დავდოთ და ქვეყანა ვაშენოთ და რაღაც საკანონმდებლო პროცესში მივიღოთ მონაწილეობა, არ არის აუცილებელი რომ ვიყოთ კანონშემოქმედები, ან იურისტები, ან ამ კონკრეტული თქვათ სფეროს მცოდნეები. ჩვენ როგორც შემფასებლებს, ხო საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენიდან ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესი რა არის? როგორ გვინდა აი ამ წუთას მოცემულ მომენტში როგორ მინდა ცხოვრობდე, ხო? მე მაგალითად მე შემიძლია ბოლო პერიოდის და არა მარტო ამ აქციების გამო, ბოლო რამდენიმე წლის შეგრძნება გაგიზიაროთ, რომ აი თითქოს დამდევს სახელმწიფო დევნის ყველგან არის კამერები, ყველგან არის რაღაც მახე და ყველგან ხო არც ერთი უკვე ბოლო პერიოდში არც ერთი პროცედურა არ არის მორგებული და არც ერთი რეფორმა არ არის მორგებული ადამიანის ინტერესებს, აი როგორც ინდივიდის ინტერესზე. არსად არ არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ მივდივართ უკუსლით, ხო? ამიტომ ვიწყებთ აი აქ ასამბლეაში ნებისმიერს, ხო, თქვით, შეუძლია გაერთიანება, ასამბლეაში შეგვიძლია ჩვენი ინტერესები დავაფიქსიროთ, ჩვენი ინტერესები გავატაროთ და როგორ შევძლებთ, ხო, გატარებას, აი სინერგიის ძალით, როგორც ძალა ერთობაშია, ჩვენი მოტო რაც არის გერბზე გამოსახული, ეს რომ გადმოვიტანოთ უკვე პრაქტიკაში. იმიტომ რომ ძალა ერთობაში არ არის მხოლოდ ეს ლაშქარი, რომელიც ცხენებზე ამხედრებული ეკვეთება მტერს. ძალა ერთობაში არის ადამიანები, რომლებიც ერთად დგანან, შრომობენ და აშენებენ ქვეყანას. და აი დაახლოებით ესეთი წარმოდგენა უნდა შევიქმნათ, თუ რა არის ასამბლეა. დინამიკა როგორი არის? ანუ ადამიანების რამდენად მოტივირებულები არიან ადამიანები და მე მგონი რაღაც ძალიან ბევრი სფერო გაერთიანდა და ნახე უამრავი ხალხი ალბათ წარმოადგენს. თვითონ დინამიკა როგორ მოგწონს, თქვა ისურვებდი თუ არა მეტაქტიობას თუ პირიქით ძალიან კმაყოფილი ხარ? მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მოპატიჟებისთვის. წინასწარ ვიხდი ბოდიშს უგაზობამ 3 დღის განმავლობაში გამაცივა და შეიძლება ხანდახან ყველა გაგვეცივა. ესე იგი ყველაფერი რიგზეა. იცით რა არის ამ ეტაპზე მე სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი ვარ დინამიკით, იმიტომ რომ ჯერთი ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, არა მარტო ვთქვათ ისინი ვინც წარმომადგენლები არიან ამ ინტერესთა ჯგუფების, იმიტომ რომ გარკვეული ინტერესთა ჯგუფებს ყავთ თავიანთი წარმომადგენლები, არამედ უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები და მანამდეც რომ დავდიოდი ვთქვათ რუსთაველს და რაღაცნაირად იდენტიფიცირება მოხდა ასამბლეასთან, იმიტომ რომ რამდენიმე ინტერვიუ მივეცი. ამასთან დაკავშირებით ქუჩაში მოდიოდა ხალხი და აი მეუბნებოდა იცით აუცილებლად მოვა
ვალთ ძალიან გვაინტერესებს ეს მეტყოლებს იმაზე რომ საზოგადოებაში დიდია ინტერესი აი ასეთი საზოგადოებრივი ფორმირებების მიმართ. ერთი ის მხრივ ისიც ეს რა თქმა უნდა რაც ისაუბრა ხან ანამ ძალიან საინტერესოა რომ ჩვენ მოვახდინოთ აი სტრუქტურირება შეიძლება ასე ითქვას აი ამ მოთხოვნილებების რომლებიც დაგროვდა საზოგადოებაში და შემდეგ მივაწოდოთ თუნდაც პოლიტიკურ სპექტრს, იმიტომ რომ დაგეგმილია თანამშრომლობა მათთანაც, აი ესეთი სტრუქტურირებული სახით სად არის ყველაზე საჭირო როტო პრობლემები, რაზე უნდა ვიმუშაოთ და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე მხრივ ეს კიდევ არის ერთ-ერთი სახეობა პროტესტისა. იცით, დღეს პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს პროტესტო ტალღა, რომელიც ძირითადად ქუჩაშია კონცენტრირებული, უცებ რაღაცა სივრცეში, ცოტა ოფიციალურ, მეტნაკლებად ოფიციალურ სივრცეში გადავიდა და ამან გამოიწვია ძალიან დიდი ინტერესი. გამოიწვია ასევე ინტერესი იმან, რომ აბსოლუტურად განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, როგორც ნანამ არაერთხელ აღნიშნა, მართლაც მონაწილეობა მიიღონ არაერთი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაჭრაში. აქამდე ხა მე მაგალითად თვითონ ვიყავი ძალიან პასიური მოქალაქის ნიმუში, დავდიოდი კონსერვატორიაში, ვასწავლიდი ბავშვებს, ძალიან ბედნიერი, ვუკრავდი, რა თქმა უნდა, ყველა მიტინგში ვიღებდი მონაწილეობას, ეს ქართული ბუნებიდან გამომდინარე, როცა არ მომეწონებოდა რაღაცა 99 წლიდან მოყოლებული, როდესაც მამაჩემს პატარა დავყავდი 9 აპრილის მიტინგებზე, მაგრამ თავად მე არასოდეს არ მქონია, როგორ გითხრათ, სურვილი გავცლოდი ჩემს ბაბულს და მიმეღო მონაწილეობა თუნდაც განხილვაში, რაღაცა პრობლემების მით უმეტეს არასოდეს მქონია სურვილი, არც მომსვლია აზრად, მეფიქრა იმაზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა. დღეს კი მე, როგორც მაგალითად კულტურის ჯგუფის, ამ შემთხვევაში ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელი, დავდექი აი ამ საჭიროების წინაშე, რომ განვიხილო მაგალითად აი ეს ამოცანები, მინდა გიკითხოთ რა საინტერესო ამოცანები უდგას მაგალითად ასამბლეას. პირველი არის სამართლიანი არჩევნები და პატიმრების განთავისუფლება. ერთის მხრივ ამას ვითხოვთ ყველანი ქუჩაში. მეორეს მხრივ მე როგორც მოქალაქეს მომეცემა შესაძლებლობა გავერთიანდა ადამიანებთან, რომელსაც აწუხებს ეს პრობლემები და განვიხილო რა შეიძლება კიდე გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ ამ ჩვენთვის უმთავრეს მიზანს. ძლიერი საზოგადოების შექმნა. თვითონ აი ეს საწინდარი ამ ასამბლეის შექმნა არის საწინდარი იმისა, რომ საზოგადოება გაძლიერდეს და ჩვენ ამ აქტიური მონაწილეობით მართლაც ხელს უწყობთ ძლიერი საზოგადოების შექმნას. ნახეთ რა საინტერესოა მესამე ამოცანა. ევროკავშირთან ინტეგრაციის მდგრადი ინსტიტუციური წინაპირობების შექმნა. რამდენი რეკომენდაცია მოგცა ევროკავშირმა, რომელსაც ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა ფაქტია რომ არასრულებს, რა შეგვიძლია ჩვენ როგორც საზოგადოების წევრებს, აი თუ ვხედავთ ჩემს როლს, რომ შემიძლია რაღაც გარკვეული წინადადებები შევიტანო იმასთან, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, მე ვერთიანდები რაღაც გარკვეულ კომისიაში და მუშაობ ამ საკითხზე. მეოთხე ამოცანა ეს არის ჩემთვის ძალიან საყვარელი ამოცანა, რომლის გადაჭრაში ნამდვილად ვერ მივიღებ მონაწილეობას, ეს არის ძალაუფლების ბალანსი და კონსტიტუციური მოდელები. ფაქტია, რომ უნდა შეიქმნას კონსტიტუციური მოდელები, რომლებიც მერე შეთავაზებულ იქნება მომავალი მთავრობისათვის, იმისათვის, რომ აღარ მოხდეს ის, რაც ჩვენ ამდენი წელია გვაქვს, აი ესეთი მობილიზება უზარმაზარი ძალაუფლების, რაღაც ერთი პარტიის, ერთი ადამიანის ხელში და ფაქტია, ამაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას, რომ კონსტიტუციონალისტი არა ვარ, მაგრამ მიხვდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თქვა რაღაც გარკვეული წინადადებები შეიტანონ ამასთან მიმართული. ბოლო ამოცანა ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგიული ხედვების ფორმირება. აი აქაც ნამდვილად გვყავს ადამიანები, რომლებიც შეძლებენ საკუთარი წვლილი შეტანას და ეს რაღაც თვალსაზრისით ასამბლეა არის საქართველოს ინტელექტუალური რესურსის მობილიზება. იცით როგორ არის, ახლა შეიძლება ცუდი რაღაცა თქვა, მაგრამ ძალიან ხშირად აი მე მქონია ესეთი შეგრძნება, რომ გონიერ ჭკვიან ადამიანებს ეზარებათ პოლიტიკაში წასვლა. იმიტომ რომ იქ კიდევ სხვა თვისებებს მოითხოვს პოლიტიკა, იქ რაღაცა სხვანაირი ხასიათი უნდა გქონდეს, უნდა შეგეძლოს, რაღაც სხვანაირად ძლიერი უნდა იყოს, ვიღაცის ხელის კვრაც უნდა რაღაცები უნდა შეგეძლოს, მოკლედ და ამ დროს ამ ადამიანებს შესწევთ უნარი, გონება იმისათვის, რომ მართლაც მიიღონ მონაწილეობა ინტელექტუალური რესურსით, აი პოლიტიკური მოვლენების წარმართვაში, ფორმირებაში და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ასამბლეა აი ასეთ ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, მაგალითად მე, რომელსაც მართლა არ აინტერესებს პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ ნამდვილად ჩემი გამოცდილებიდან, ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ასე თუ ისე მესმის კულტურის არსი ხვდები რამდენად მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება, საზოგადოების განვითარებისთვის და ჩემი პატარა წვლით შევიტან თუნდაც იმით, რომ დავაყენებ იმ საკითხებს, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურის სფეროს, უფრო ბუნებრივ ინტეგრაციას, მაგალითად პოლიტიკურ მოვლენებში.
ნამდვილად ეს ძალიან მნიშვნელოვანი. პოლიტიკოსი ამეტყვალთ. მუსიკოსი ჩვენებურად გამოგდით. როა მე მგონი ბანერები ნახოთ შენ. ვაითან აშკარად გავურბი ვარ, იმიტომ რომ ნამდვილად ვთვლი რომ ჩემი ადგილი მაინც კონსერვატორიაშია ჩემ სტუდენტებთან, მაგრამ არ დამიტოვეს იმას რომ ეს პოლიტიკა არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი ყოველთვის არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ თვითონ ის ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია ადამიანების გონებამდე, ჩემს პირადად გონებამდეც დავიდა და რომ აპოლიტიკურობა არ არის კარგი სიტყვა და ტრენდული სიტყვა და რაც რეალურად უპასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ შენ რო გადასახადებს იხდი და ხელფასუხდი პოლიციელს, რომელიც გირტყავს თავში, სასამართლო არ არსებობს, არც ერთი სერვისი გამართული არ არის, იჯექი და იყავი პოლიტიკური, რა ვიცი, სინამდვილეში ხო თვითონ ფაქტად ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარდა მე ვფიქრობ, რომ გარდა იმისა, რომ რაღაცეებს შეცვლის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოიწვევს რაღაც ცვლილებებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს. პირველ რიგში რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, გამოიწვევს იმას, რომ ადამიანების რაღაც ცნობიერება რაღაცებთან დაკავშირებით უფრო მეტად შეიცვლება, უფრო გათავისუფლდება და თითოეული საქართველოს მოქალაქე თავდაჯერებული გახდება უფრო მეტად რა, იმიტომ რომ ეცოდინება, რომ მონაწილეობა შეუძლია მიიღოს და იმაში, რაშიც მონაწილეობა მიღებული გაქვს, მე ეგრე ადვილად ვეღარ თმობ, როცა შენი შრომაც გაქვს ჩადებული, ესა ვიღაცას ვერ გადაუგდებ შენ ნაშრომს და დახარჯულ დროს და ენერგიას. იცი რა მაინტერესებს ნანა, ანუ ტექნიკურად როგორ მოხდება, ვთქვათ, აი უფრო კარგად რომ განვუმარტოთ, ვთქვათ, რაღაც გადაწყვეტილება ან რაღაცა თემა შეიმუშავა ასამბლეამ, ვთქვათ, საკანონმდებლო ცვლილებებთან ან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აი როგორ მოხდება ამის თანამშრომლობა, ვთქვათ, სახელმწიფო ან ოპოზიციურ ჯგუფებთან. მოდი ჯერ ის ვთქვათ, სტრუქტურა როგორია, შეიძლება არ ახსოვს ჩვენს მაყურებელს ან კარგად არ გამიმარტავს თავის დროზე და უბრალოდ პირველად დავიწყოთ კიდე პრინციპებიდან. ეს არის წარმომადგენლობითი, წარმომადგენლობითობა არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი და თვითორგანიზებულობა და მოხალისეობრიობა. ძირითადად რომ თქვა, წარმომადგენლობა რას ნიშნავს? უკავშირდება უკვე სტრუქტურას. იმისათვის რომ ჩვენ გქონდეს ძალა და სოციალური კაპიტალი დაგროვდეს, უნდა იყოს ჯგუფები, რომლებიც რაღაც დიდ ჯგუფს წარმოადგენს, ხო? ამიტომ ჩვენი პრინციპი ავარჩიეთ ესეთი, რომ 100 ადამიანს შეუძლია ასამბლეაში წარმოადგინოს ერთი ხმა. თუმცა ეს ერთი ხმა შეიძლება 1, 2, 3 ადამიანით იყოს წარმოდგენილი. ესეც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჯერ ერთი მონაწილეობის მდგრადობისთვის თუ თქვათ არ შეუძლია ერთს, დანარჩენი 2 უზრუნველყოფს, რომ ჩანაცვლდეს და ეს უფრო კომფორტული იქნება და პროცესს არ შეაფერხებს, ხო? და ასე, ანუ ერთი ინტერეს ჯგუფი 100 ადამიანით დაკომპლექტებული, მაგალითად კულტურის ჯგუფი, რომელმაც წარადგინა ნინო ჟვანია ერთ-ერთი და დანარჩენს ორთან ერთად წარმომადგენლად ასამბლეაზე. ამათ ქვიათ წარმომადგენლები და ასეთი წარმომადგენელი გროვდება დარბაზში. დარბაზი არის 2, ერთი წარმომადგენლობითი დარბაზი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები დაკომპლექტებული და მეორე რეგიონული დარბაზი. რეგიონული დარბაზი არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს, არ უნდა ავურიოთ და ეს ინტერესები რეგიონის და ძირითადი სახელმწიფოს მიმართულების ინტერესები, იმიტომ რეგიონიდან იწყება ყველაფერი. დღეს რეგიონი ყველაზე მეტად დაჩაგრული და რეგიონში ჭირდებათ ყველაზე მეტად სწავლა, როგორ ჩაერთონ დემოკრატიულ პროცესებში, როგორ გააკეთონ თავად საქმე და როგორ გადაწყვიტონ თავისი ბედი თავად და ეს რეგიონული დარბაზის არსებობა და ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მომზადება ამისათვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში გაიწვრთნას, განსწავლული იქნას, ხო? დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობაში არის წინაპირობა დეცენტრალიზაციის ადგილებზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყველა პრინციპში ყველა უბედურება მოდის იქედან, რომ ცენტრიდან იმართება რეგიონი და ამით ეძლევათ საშუალება ბოროტად ისარგებლონ, აი ამ ძალაუფლების უზურპაციას ვინც ახდენს და ფაქტიურად
დამონებულია საზოგადოება იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ აფინანსებენ, ცენტრი აფინანსებს და ყოველთვის დამოკიდებული არიან ცენტრზე. ამიტომ რეგიონები უნდა გავაძლიეროთ, რეგიონები უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს შეუქმნის წინაპირობას თვითონვე მიხვდებიან, თვითონ საზოგადოების ჯგუფები თვითონ მოითხოვენ მერე ადგილობრივ დამოუკიდებლობას და დეცენტრალიზაციას შეეწყობა ხელი. ანუ ეს არის ორი დარბაზისგან შედგება. ამ პირველი დარბაზი უკვე ფორმირებულია, დაახლოებით 50 წარმომადგენელი უკვე არის და ჯგუფები მუდმივად უერთდება და ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემოვიდეს. ეს ერთი ფორმა ამ შემოერთების, ხო? 100 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი წარადგენს თავის ხმას, რომელიც მერე პროცესებში იქ იღებს მონაწილეობას. თუმცა ჩვენ გვინდა რომ ყველას კონდეს შესაძლებლობა რომ ინდივიდუალურადაც შეეძლოს ჩართვა, მას ხმა ვერ ექნება, მაგრამ შეიძლება თვითონ სამუშაო პროცესში, სამუშაო ჯგუფში თავისი კომპეტენციის, თავისი ცოდნის გამოყენება და იქ შეიძლება იყოს ჩართული, აი ეს შესაძლებლობაც არსებობს. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი www.geoassemblea.org და იქ არის ეს ფორმები და შესაძლებლობა ვის როგორ შეუძლია. კიდევ ვიმეორებ, ხაზს უსვამ რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი პროფესიის ან გამოცდილების ან კომპეტენციის ადამიანს შეუძლია წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში, ამიტომ შეუძლია შემოუერთდეს ასამბლეას და თავისი თავი იპოვოს და თანამოაზრეები იპოვოს. სულ იმას ადამიანსაც შეიძლება რომ იპოვონ ერთმანეთი და იმას ადამიანს შეუერთდეს, ვისაც თავიდან ცოტა გაჭირდა, იმიტომ რომ თითქოს ვერ გროვდებოდნენ და ეხა ისეთი ესე თოვლის გუნდის პრინციპით ისე მოემატა ეს უფრო ვისწავლეთ კიდეც ხო ჩვენც გავიაზრეთ რომ როგორ მუშაობს ეს პრინციპები და მე უკვე ძალიან უკვე ხედავენ რომ ადვილია ეს ესეთი აბსოლუტურად თვითორგანიზებაზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. ანუ ფაქტიურად ადამიანი თუ მოინდომებს, შეძლებს შევიდეს, შეძლებს საქმე გააკეთოს. ეხლა ეს არის წარმომადგენლობითობა, რომ კონდეს ძალა, კონდეს ზეწოლის ეფექტი მოახდინოს უკვე მაგალითად პოლიტიკურ სპექტრზე, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი ჯგუფის წარმომადგენელი. ვთქვათ, ასამბლეაში შეგროვებული, მათ შორის მეორე დარბაზში რეგიონის, სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები და ამას ექნება, რა თქმა უნდა, ზეწოლის მექანიზმის ეფექტი. და რაც შეეხება შემდეგ მოხალისეობრივი და თვითინიციატივაზე დაფუძნებული, ხო? მოხალისეობრივი ნიშნავს, რომ არავინ არ აფინანსებს, ანუ ამის უკან არანაირი ფინანსური რესურსი არ დგას. აი ჩვენი დამფუძნებელი ყრილობა, მაგალითად ჩავატარეთ ფექტორი 42-ში, ხო, ესე ქვია, ხო? თეატრი, ჭოლას თეატრი, ესე უფრო ვიცნობთ, რომელიც იყო მეგობრული შემოთავაზება, ჩვენ თვითონ შევძელით მოვაგროვეთ ფინანსები იმისთვის, რომ გავმასპინძლებოდით მოსულ სტუმრებს და აი ეს არის ჩვენი პრინციპი, რომ არ იყოს შესაძლებლობა ვინმეს ინტერესის გატარების, ანუ არა ისე ფინანსური ინტერესის გატარების, ხო, თორე ჩვენ ყველა ჩვენ ინტერესს ვატარებთ, იქ ჩვენი პირადი ინტერესიდან ამოვდივართ და იქ იმიტომ ვართ და მუშაობთ, ხო? და თვითინიციატივა და თვითორგანიზებულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ არავინ არავის ავალებს. აქ არ არის დავალებების სია, რომელიც უნდა დავარიგოთ და გავაკეთოთ, ხო? ჩვენ თვითონ ვიგონებთ საქმეს, ვიგონებთ კარგი გაგებით, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რა გვაინტერესებს, ვიცით ჩვენ რა გვჭირდება და ამისთვის ვეძებთ ადამიანებს, რესურსებს და ინიციატივას ვაყენებთ, ჯგუფი ფორმირდება და ჩვენ თვითონ ვაკეთებთ საქმეს. არავის წინაშე, ზემდგომის წინაშე არ არის ადამიანი პასუხისმგებელი, მხოლოდ თავის და თავისი სამუშაო ჯგუფის წინაშე. შემიძლია აი მოკლედ მაგალითი გითხრათ, ჩანასახოვანი ხა ამ კვირაში გვაქვს ეს პროცესები, რომ უკვე წარმომადგენლების დარბაზი იკრიბება, ერთხელ შეიკრიბა, კიდე ორი შეკრება დაგეგმილი, შაბათს კიდე შემდეგი საჯარო შეკრება, სადაც უკვე ინიციატივებს დავაყენებთ, თუმცა მუშაობის პროცესშიც და უკვე დღესაც არსებობს ეს ინიციატივები და მცირედად გახორციელებულიც არის. მაგალითად, აი ესეთი ჩვენ როგორ ვაძლიერებთ პროტესტს, ხო? აი ამისი მაგალითი. ჩვენ გვაქვს მე წარმოადგენ ადვოკატებს და იურისტებს, არის სოციმუშაკების ჯგუფი და არის რეგიონები, ხო? რეგიონიდან აქტივისტები დაგვიკავშირდნენ და ჭირდებათ
გარკვეული დახმარება, იმიტომ რომ ადგილზე არ არის იმდენი ადვოკატი, რომელიც ყველას ინტერესს დაიცავს სასამართლოში და ამიტომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გარკვეული ესეთი დისტანციურად შეხვედრები, სადაც მაქსიმალურად შევძლებთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავის-თავი თვითონ მაინც დაიცვან. ასევე ეს რაც შეეხება ეს ჯარიმების ადმინისტრაციული საკუთარი უფლებები კარგად რო იცოდნენ. საკუთარი უფლებები რო კარგად დაიცვან. გარდა მაგისა დაიწყო რეორგანიზაციები და ამ კუთხითაც ჭირდებათ კომპეტენტური ადამიანების დახმარება და უკვე აი პროფკავშირების სოციმუშაკების ჯგუფში გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები შეძლებენ რომ დაეხმარო. აი ეს არის ძალიან მცირე და ყველაზე მარტივი მაგალითი თუ რატომ უნდა ვიყო. ხო შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ნუ გასაგებია ცალკეც რაღაც ჩემ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ცალკე დგომა არ შველის, ხო? რატომ უნდა ვიყოთ და რატომ უნდა ვხედავდეთ ერთმანეთს, რომ მე შევძლოთ საერთო პროექტების განხორციელება. არა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ესე ძლიერად ორგანიზებული სისტემა გვაქვს წინ და სისტემას აუცილებლად სისტემურად თუ მოერევი, იმიტომ რომ კი ერთის მხრივ ეს ჩვენი ქაოტურობა პლუსია რაღაც მხრივ, მაგრამ ორგანიზებულობა და რაღაც სისტემაში ამის მოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. მე მგონი გვანცა კაკაურიძე ყავს უკვე ხაზზე რეგიონალური ჯგუფის წარმომადგენელი. გვანცა, მოგესალმებით. მოგესალმებით გვანცა. მადლობა რომ ჩაგვერთეთ და აი რომ მოგვიყვეთ თქვენი რეგიონული ინტერესის ჯგუფის წარმომადგენელი ხართ და მან როგორი არის დინამიკა და რამდენად არის თქვათ აქტივობა ხალხის ჩართულობის და რა გეგმები გაქვთ? ხო, ჩვენ ინტერესთა ჯგუფში, რეგიონის ინტერესთა ჯგუფში, ნანამ როგორც ახსენა, არის რეგიონალური დარბაზი, სადაც რეგიონის წარმომადგენლები მერე უკვე თავს მოიყრიან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ როგორც რეგიონს ჩვენი ინტერესებიც გვაქვს, ასევე ვართ წარმოდგენილი ეს წარმომადგენლობათა დარბაზში და რეგიონის ჯგუფის ფორმირება თავიდან ხო ცოტა გაგვიჭირდა. რთული იყო, იმიტომ რომ ძირითადად ვეკონტაქტებოდით ესე პიროვნებიდან პიროვნებას. ეხლა უკვე თითქმის გროვდება, შეგროვებულია ეს 100-კაციანი ჯგუფი და პარალელურად ეს ძალიან გაგვიხარდა, რომ ფაქტიურად ქუთაისიდან ვინც გვიერთდებოდნენ, იმათ შეძლეს და ცალკე ჯგუფიც გააკეთეს, ასე რომ ეხლა ვართ რეგიონის ინტერესთა ჯგუფი, სადაც რომელიც არის ინტერრეგიონალური და ამ მომენტში ვართ დაახლოებით 26 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და ყოველდღე იზრდება ეს რაოდენობა ჩვენი ჯგუფის წევრების და ასევე გაკეთდა ცალკე ქუთაისის ჯგუფი, რომელიც ასევე როგორც რეგიონის წარმომადგენელი ესე პოზიციონირდება. ჯერჯერობით აი თავიდან ცოტა რთული იყო, მაგრამ ეხლა როგორც ჩანს ზუსტად ყრილობის დღის მერე იყო, რომ პირიქით აქეთ გვიკავშირდებიან და ცდილობენ რომ ჩაერთონ მაგალითად ვიღაც ემიგრანტი, რომელიც ახლახანს დაბრუნდა საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს და უნდა რომ ჩაერთოს ამ აქტივობებში, რაც უფრო გავრცელდეს ხმა და თან როგორც ჩანს ყველა ჩვენგანაც იყო მზაობა, იმიტომ რომ ეს თემა ხო ყოველთვის საჭირო იყო გაერთიანება საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების არსებობა, მაგრამ ყოველთვის მგონია ხოლმე რომ ქართველები ცოტა ინერციით რაღაცებს მივყვებით, სანამ კრიტიკულ ეტაპამდე არ მივად და ეხლა მგონია რომ საზოგადოებამაც გააცნობიერა ის, რომ თვითონ რაღაცა მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ჩაერთოს, მარტო ის თქვათ ერთჯერადად თუნდაც 4 წელიწადში ერთხელ არჩევნებზე მისვლა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულების ესეთ აფიქსირება აღარ არის საკმაო, არის ყოველდღიური აქტიურობას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის განვითარება თუ გვინდა. და ეს მსაუბაც როგორც ჩანს საზოგადოებაში იყო, იმიტომ რომ ეხლა აშკარად დიდი მონდომება არის საზოგადოების მხრიდან და აქტიურად ერთვებიან და იმედია რომ გაიზრდება ეს ჯგუფის რაოდენობაც და კიდე სხვების დაგმატები. აუცილებლად ასე მოხდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აი ხა ბოლო დროს რამდენჯერად სადაც ჩავედით, ყველგან ხალხში არის ეს განწყობა, ხალხში არის პროტესტი და სამწუხაროდ ესე ყველა პატარა ქალაქში ვერ ეძლევათ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ გამოხატონ და რაღაც გააკეთონ იმისათვის, რომ რაღაცები შეცვალონ და აი როდესაც მოდიან ხოლმე ჩვენ მანიფესტზე ისე უხარიათ თვითონაც, რომ რაღაცაში იღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელზეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და ეს თითოეული მოქალაქე
ქალაქი არის დღეს საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხმის გაჟღერებაც და მათი ენერგიაც და მათი ჩართულობაც და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაჩვეულებრივი წამოწყება კიდევ უფრო მეტად გააერთიანებს ხალხს და კიდევ უფრო მეტად გავრცელდება მთელ საქართველოზე და აუცილებლად ძალიან მალე იქნება დიდი და ძალიან ძლიერი რეგიონული დარბაზი. მე სხვადასხვა კითხვებიც მაქვს, მაგრამ ჩვენ ხო არ გავდივართ რეკლამაზე და მე ხო არ არა, მე მგონი გვაქვს რამდენიმე წუთი, რომ კარგი. მაშინ ერთი კითხვა მაქვს კიდე, რომ რა არის რეგიონში, ხშირად საუბრობთ ხოლმე იმაზე, რომ და თვითონ ნიკაც იყო პირველ ბლოკში, რომელმაც ისაუბრა, რომ მეტად არის საჭირო პოლიტიკოსების, თქვა რეგიონში უფრო მეტად მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან. რა არის ადგილობრივი მოსახლეობის გადმოსახედიდან, ანუ შენ მათთან გააქვს ურთიერთობა ხო ხშირი და რა არის მათი აი, რა ვიცი, თქვა ძირითადი შენიშვნები თქვა იმასთან და ანუ გზნობენ თუ არა თავს ცოტა არ იყოს მოწყვეტილად. ამაზე პრინციპში ნაწილობრივ გაიცაკიდევაც ახლა გოგოებისგან პასუხი, მაგრამ მაინც მაინტერესებს მათგან რა არის კიდე აი ყველა სამი მაგალითად ძირითადი წუხილი მათი იმისი რომ თქვა ამ პროცესებში შეიძლება ვერ არიან ისე ჩართულები. ან რა შეიძლება სხვა იყოს? ხო, მე აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვცხოვრობ, უკეთ მუდმივი შეხება მაქვს რა თქმა უნდა და მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. ყველაზე მთავარი შეიძლება სამი არც იყოს საჭირო, ძირითადი რაც არის ის, რომ ეს ხალხი თავს მეც სხვათა შორის მნიშვნელოვნად ვერ აღიქვავს რაღაცა პროცესების ნაწილად, იმიტომ რომ მინიმუმ რაღაცა კითხვასაც არავინ არ უსვამს. მე თითქოს ყველა მთავრობის პირობებში ნანამაც ახსენა დეცენტრალიზაციის საკითხი რაღაცა ეტაპზე თითქოს მიდიოდა, იწყებოდა ეს პროცესი, ბოლოს მაინც დამოკიდებული ხდება ცენტრზე. აი ეს დამოკიდებობის ხარისხი, რასაც ვერ გრძნობს რეგიონი, რომ თავის თქვათ პრობლემას ადგილზე ვერ წყვეტს, ეს ძალიან ბევრ რაღაცა სისტემურ მერე პრობლემებს ქმნის და ერთ-ერთი ძირითადი არის ეგ რა, რომ თითქოს მნიშვნელოვანი არ არის და რაღაცა დიდის ნაწილად ვერ აღიქვავს რეგიონი თავს, იმიტომ რომ მას არ ეკითხებიან, როგორც პერსონალურად, ისე როგორც რაღაცა დიდი სახელმწიფოს ნაწილს და მნიშვნელოვანს, მას რაღაცნაირად აზრს არ ეკითხებიან, დამოკიდებული არის ბიუჯეტის მხრივაც ცენტრალურ ბიუჯეტზე და თავის ქონებას ფაქტიურად თვითონ ვერ განაგებს, რაც მერე აი იმას იცვლად იცლება, რაც ახლა გვაქვს რეგიონებში. კომუნიკაცია არ ხდება ამ ხალხთან, აი და მაგალითად აი რეგიონის ბოლო იყო, თქვა მხარდამჭერი აქცია იყო თუნდაც დმანისში. და ეს ეთნიკური უმცირესობების საკითხი კიდე ცალკე თემა და ახლობით აი დმანისიდან მხარდამჭერები რო ვიყავით ჩასული რეგიონებიდან, დმანისიდან 6 კილომეტრში რაც იყო სოფელი, იქ რო მოსახლეობაში გავიდნენ აქტივისტები და ინფორმაციას ავრცელებდნენ, იმათ საერთოდ არ იცოდნენ ვაშა, რომ ჭკუნიანი შიმშილობდა და ასევე ის ენა, თქოთ, რომელზეც აზერბაიჯანულ ენაზე, ამაზე თქვათ კომუნიკაცია არ ხდება, თუნდაც მედიის საშუალებებით, რომ გაიგონ საერთოდ იმ სახელმწიფოში დაცხოვრობენ რა სიტუაცია. ეს კიდევ უფრო მოწყვლადი ჯგუფი რო აღნიშნოთ და რაც შეეხება თვითონ მაგალითად მცხეთის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქთან ახლოს არის და რაღაც სიკეთეები მოაქვს ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში აი თუნდაც საერთაშორისო დონორებზეც რო ვისაუბროთ, მაგალითად ძალიან მშურს გურიაში რამდენიმე მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ იქ მოსახლეობა ერთვებოდა რაღაც ადგილობრივ პროცესებში მონაწილეობის მიღების მექანიზმებში და რაღაც პროექტებიც იყო ცნობიერების ამაღლების და თუნდაც საერთო კრება ან საჯარო საკრებულო სხდომების ჩატარება და იქ დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა აი რაც უნდა გაგვიკვირდეს, მცხეთა ესე ახლოს არის თუნდაც ცენტრთან, მაგრამ ჩვენ მაგალითად რაღაც ჯგუფი ვიყავით და დაახლოებით 2 წელი ვცდილობდით, რომ საკრებულო საჯარო სხდომაზე ინფორმაცია მიგოღოს საერთოდ რომ დღეს სტარტებოდა და რომელ საათზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონში არის. თითქოს არც ადგილობრივი ხელისუფლება, არც საერთაშორისო დონორები, მით უმეტეს არც ცენტრალური ხელისუფლება არ აქცევს თუნდაც მასთან ტერიტორიულად ახლოს მყოფ მუნიციპალიტეტს ამ დონეზე ყურადღებას და ხო ეს ძალიან კომპლექსურია და ცოტა მტკივნეული თემა არის ყველასთვის. ნამდვილად ძალიან ამავე დროს მნიშვნელოვანი და ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამაზე აუცილებლად ბევრი ვიმუშაოთ და ვისაუბროთ. თქვენსა ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რასაც აკეთებ და მადლობა რომ ჩაგვერთვე. დაგემშვიდობებით და დავბრუნდებით სტუდიაში. მე მგონი შეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ თუ შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ. გავიდეთ და სულ მალე ისევ დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა.
და შეგვიძლია რომ დავემშვიდობოთ ჩვენს სტუმრებსაც. შეგვიძლია რომ დავემშვიდობოთ, არა, რეკლამაზე გასვლა ვიფიქრე რომ უნდა გავიდეთ და შემოვიდეთ. მადლობა. ხო, მართლაც ძალიან ის არის რა, ესეთ რთულ დროში რაღაცნაირად იმედის მომცემი ინფორმაციების მოსმენა და იმის გააზრება, რომ რაღაც ბევრი ჯგუფი გაერთიანდა და რაღაც დიდი რაოდენობის ადამიანები რაღაცაზე თანხმდებით, რაღაც კონკრეტული გეგმა, სამოქმედო და რაღაც დავალებები ჩვენ თავსვე შეგვიძლია გამოუგონოთ როგორც დავბრუნდით როგორც შეგვპირდით, დაგიბრუნდით და ეხლა გავაგრძელებთ საუბარს, რა თქმა უნდა, ჩვენს პროტესტთან და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩემს ძალიან საყვარელ მეგობართან, ლევან ღვინიანიძე, მე მგონი ჩართვით ყავს უკვე ხაზზე. ლევან, მოგესალმები, ძალიან მიხარია რომ მიხარია რომ ასე მაინც გქრება. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმები, შენი გასვლითი შეხვედრები ძალიან მოგვენატრება, გამოვემშვიდობეთ ყველანი ერთად. თუმცა ყველაფერი ჯერ წინ არის, ჯერ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო რამეს აუცილებლად გააკეთებ. ლევან, ძალიან საინტერესოა შენი აზრით, აი ხა 77 დღეა ვდგავართ, ბევრი მითქმა-მოთქმა არის, ზოგს რაღაც ის არ მოწონს, ზოგი ფიქრობს ასე, ზოგი ფიქრობს ასე. შენი გადმოსახედიდან სად ვართ ეხლა რა მდგომარეობაშია და რა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ხო, 77 ესეთი არის, სეტანტა სეტე რაღაც. კარგად გვაქვს დაცილი ნომერი და ციფრი ზოგადად. 77 დღე შეიძლება ჩვენ არ ეგეთი სამხრეთელი, ცოტა სუსტრაფი, ცოტა მოგუთმენელი ხალხისთვის დაუჯერებლად ბევრი იყოს რა. თუმცა ფაქტია რომ იმ შედეგის მისაღწევად რომელიცთვისაც 77 დღეა ხალხი იბრძვის, ჯერ საქმეში არ არის. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი თქვა, რაც ამ 77 დღის განმავლობაში გამოჩნდა, არის ის, რომ ეს არის უკვე ცოტა სხვა საზოგადოება. პირველ რიგში არის სხვა თაობა, რომელიც შეიძლება ჩვენ ინტრიგის გეგმებში ესე შედიოდა და თქვა ეს ყველაზე მეტად ის იმედი შეიძლება მქონდეს, არის ის, რომ რაღაცა ერთი ცოტა უკან დავბრუნდებით, თუნდა გავიაზროთ ყველამ, რომ ერი, რომელთანაც გვაქვს საქმე, არის საოცრად კარგი მომზადებული და ეს გეგმა არ დაწერილ არც რა ქვია ჭორვილაში, არც იმაში სოლოლაკში და არც კანცელარიაში არის ცოტა უფრო შორს. დიდ ბოროტ ქალაქში და ძალიან დიდ ორგანიზაციებში მომზადებული და ეს გეგმა ამ გეგმის აღსრულება არ დაწყებულა, თქვა პირობითად არც 2012-ში და ცოტა უფრო წელვადიანი, მაგრამ თავარი ცვლადი, დიდი ხნის დადებული ნაღმებია მოკლედ. თავარი ცვლადი, რომელიც შეიძლება ჩვენ საარქონო და გათვლილი, არის თავისუფალი ქართველი რა, იმიტომ რომ პირობითად საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში თუ იქნებოდა საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის გეგმა, ტიპები, რომლებიც იმ პერიოდში თქვა კგბ-ის კაბინეტებში ისწრნენ, აზრზე არ იყვნენ, რანაირი არის თავისუფალი ქართველი, იმიტომ რომ არც მოსწრებიან ესეც. და დღეს თქვა ამ პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მთავარი ენერგია არის სწორედ რაღაცა big თაობა რა, born in Georgia თაობა, თავისუფალ საქართველოში დაბადებული ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი ზედმეტი რაღაცა ეგეთი რა, ტიპიკალი ბაზური სიყალბისგან არიან თავისუფლები რა. არ არის ესენი უწი-უწი და ხახვი და ვიღან მოსაჩვენებლად რაღაც იარაღები. ძალიან ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან და მათთვის არ თუ 77 დღე, 177 დღეც არაფერია იმ მიზნისთვის, ამ მიზნისთვისაც ეს ადამიანები ქუჩაში დგანან, წინუდგებიან რაღაცა პოლიციელის მუშტს თუ გაზს თუ რაღაცა ციცაკის სპრეის. და კანონს საბედნიერო ძალიან კარგად იაზრებს მის როლს ისტორიის წინაშე და ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის, რომ რაღაცნაირად ბედნიერები არიან ეს ადამიანები, ბედნიერი ვართ ყველანი ჩვენ ამ ბრძოლის ნაწილად ყოფნის საშუალება რომ მოგვეცა რა, იმიტომ რომ ესეთი არის რა, ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო დროს მოგვეცა სცენაზე გამოსვლის საშუალება. რაც არ შეიძლება რომ ერთი მხრივ არ ვახარებდეს, მაგრამ ეს არ არის სიხარული რა, რომ რაღაცაირად პირობითად ხშირად ცოტა არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ პოლიტიკოსები, რომ გამარჯვება უკვე მიღწეულია, ეხლა ამის გაფორმება გჭირდება, არაფერი არ არის მიღწეული და ამის გაფორმებაზე არა, ჯერ ყველაფერი მოსაპოვებელია და არ უნდა მოვატყუოთ ერთმანეთი, რომ რაღაცას უკვე მივახციეთ. ჩვენ მივახციეთ იმას, რომ აღმოვაჩინეთ ერთმანეთი, რაც ცხადია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯია გამარჯვებისკენ, თუმცა ეს არ არის გამარჯვება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი რიგითი ნაბიჯი ამ გზაზე რა.
ნამდვილად და ეხლა ჩვენ არ ვიცი უსმენთ თუ არა ეს ალბათ გეცოდინება რომ ეს შეიქმნა რაღაც საზოგადოებრივი ასამბლეა რაც ფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რა ერთმანეთი დავინახეთ ადამიანებმა ერთმანეთი ვიპოვეთ და ეხლა წინ არის ძალიან ბევრი ნაბიჯები გადასადგმელი და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის მისაღები და თანაი როგორც ჩვენ ახსენე იმ პირობებში როცა გამარჯვებულები ვართ მაგრამ ეხლა ეს მხოლოდ გასაფორმებელია ეს ბევრჯერ გვაქვს ძალიან მოსმენილი და ეგ რაღაცნაირი გამოცდილებები და იმედგაცრუებებიც გავლილი გვაქვს რა. აი შენ ახსენე რომ ძალიან გვიხარია და ბედნიერები ვართ რომ მნიშვნელოვან დროს დადგარ თითქოს ჩვენი მომენტი და ვართ რაღაც ამ ისტორიულ მომენტში, მაგრამ ამ სიხარულთან და ამ რაღაც თავისუფლებასთან და სიძლიერის და თანადგომის შეგრძნებასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე პირადად არის ხოლმე მომენტები, როცა რაღაც შიშები მიპყრობს. შიშები არა ვთქვათ ვინმე პოლიციელის ან რომელიმე კანონის ან ციხეში აღმოჩენის, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცებისაც მეშინია ადამიანი ვარ, მაგრამ რაღაც შიშები იმისი რომ ვთქვათ, აი თუნდაც პროტესტის პროცესში და თან ეს პროპაგანდაც ხომ მუშაობს, ბევრი სხვადასხვა აზრი შემოდის, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც ქაოტურია ხოლმე რაღაცები და შიში იმისი რომ აი რაღაც რა არასწორი გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რაღაცა ნაბიჯი არ გადავდგათ ისეთი, რომელიც შეიძლება შეცდომა აღმოჩნდეს, ვთქვათ და რაღაცა უფრო უარეს უბსკრულთან მივიდეთ. შენთვის რა არის მაგალითად ის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, მაგრამ აი რასაც უნდა ჩავეჭიდოთ რა, იმიტომ რომ ეს შიშები სულ არის და შიში ხო რეალურად ყველაზე უფრო ძლიერი იარაღი არის რწმენის მოსანჯღრევად და რწმენის დასამარცხებლად. დიახ, ყველაზე მეტად ისიც მეშინია არის თვითკმაყოფილება რა. ან და თვითკმაყოფილება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ჩათვალო მოგვარებულად. ყველანი ვიაზრებთ, რომ იმდენად მართლები ვართ, რომ ესეთი მართალი სულ რომ დამარცხდე რაღაცა შენ სიმართლე უკვე გააქვს და პირობითად ისტორიასთან მიმართებაში შენ მაინც გამარჯვებული დარჩები. მაგრამ ყველაზე მეტად არ მინდა რომ ჩვენ დავკმაყოფილდეთ პირობითად უდიდესი და უსაყვარლესი მარო მაყაშვილის ბედით რა. მარო მაყაშვილის ტრაგიკული სიკვდილი რო არ ყოფილიყო ჩვენ დღეს ვერ ვქნებოდით ისინი ვინც ვართ, მაგრამ მე ყველაზე მეტად არ მინდა რომ ჩვენი თაობის, ჩვენზე უფრო ახალგაზრდების ბედიც იყოს ის, რომ მე სადღაც 50 წლის მერე თუ 70 წლის მერე თუ 100 წლის მერე ვიღაცებმა ჩვენ მაგალითზე შეძლონ ბრძოლა და ეგ იყოს ჩვენი როლი რა. ამიტომ მე მინდა რათა პრაგმატულები ვიყოთ, პრაქტიკულები ვიყოთ, რაციონალურები და თანმიმდევრულები და ვიცოდეთ, რომ ჩვენი ვალია გამარჯვება. ჩვენი ვალი არის ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს ერთმანეთის დღეს და ახლა რა. მე არ მინდა რომ ჩვენ უბრალოდ ისტორიაში კარგ მაგალითებად დავშეცმები და ჩვენ მოვიგოთ, გავიმარჯვოთ და ჩვენვე შევირგოთ ის თავისუფლება, რომელსაც ჩვენი ხელით მოვებოვებთ. მაგრამ არის ხო რა ეს უნება არის, საინდენად მართალი ვარ, რომ ეხლა მე ჩემი სიკვდილი აღარ არსებობს. შეიძლება ადამიანმა ეთქოს ეგრეთ რა და ძალიან გასაგებია ეს. იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე როცა იცი რომ რაღაცა ყველაფერი გაიღე შეგილია რა ადამიანს ლიოს მაქსის უსტემ და უბრალოდ ისტორიაში დადებითი პერსონაჟად შეშლილი დაკმაყოფილდე, მაგრამ ჩვენი ვალია რომ გავიგოთ ყველაფერზე ცოტა უფრო მეტი. ცოტა უფრო მეტი მოვიწმინოთ, ავიტანოთ და გავიმარჯვოთ რა. ჩვენი მიზანია გამარჯვება და თავისუფლების მოპოვება აქ და ახლა. და არა სადღაც უბრალოდ კარგ მაგალითად შეშლილი. აი გონია რა შეიძლება რაღაცნაირად გაგიცით პასუხი ასეულებოთ ეს. აბსოლუტურად გეთანხმები და კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის რეგიონები. ხა გქონდა ჩვენ საუბარი და ეკაც ხშირად დადის ნანკაც შენს ალბათ და ნუ სხვა სფეროს წარმომადგენლების, მაგრამ მსახიობების ძალიან დიდი საინფორმაციო ომია და ამ საინფორმაციო ომში განსაკუთრებით რეგიონში ძალიან რთულია ბოლომდე გაერკვე სიტუაციაში, ხო? ანუ როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება აი შენი პერსპექტივიდან, როგორ ხედავ შენ, როგორ შეიძლება რეგიონებში თუნდაც აი პირდაპირ მნიშვნელობით ცოცხალი ადამიანებით ჩატანილი რაღაცა მაცნეები ვით რომ იყვნენ ადამიანები, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთული საინფორმაციო დიდი ომი მიდის ზოგადად სოფლიოში და ძალიან გამძლავრდა ტექნოლოგიურად ამის საშუალება და ზოგადად მანიპულირება ადამიანების სხვადასხვა ნარატივებით. როგორ შეიძლება უბრალოდ მოქალაქეებმა თქვა ეს შევძლოთ რომ მათთან მივიტანოთ ის ინფორმაცია, რომლის ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თქვა ერთი პოზიცია დაიჭირონ თუ მეორე, ან შეიტანონ ეჭვი საკუთარ პოზიციაში თუ არა, რას ფიქრობ? კი, ძალიან საინტერესო ამბავს შეეხეთ ახლა რა და ჩვენ ახლა თქვა პირობითად არჩევნებამდეც ფიქრობდით ამაზე რა გზით იყო შესაძლებელი ის რომ რეგიონში პირობითად ბებიას და ბაბუას რაღაცა
იმედის ბოროტები და გადაერთო რაღაცა სიმართლის რა. და ყველაზე სწორი გზა აქ არის შვილიშვილების ბებიაბაბებთან ჩასვლა. იმიტომ რომ ეგეთ ძალიან საინტერესო სტატისტიკა არსებობს. სექტემბერში რეგიონებში მთავრობის რეიტინგი ყოველთვის მოდის ხოლმე დაბლა. რაც არის გამოწვეული ერთადერთი ამბით, რომ შვილიშვილები წადიან ბებიაბაბუებთან და მან უკვე შვილიშვილი და ბაბუა რომ უხარკას ხედან და შვილიშვილი და ბაბუას ესაუბრება იქ შუაში ტიპუშკა ვერ უდგება რა. ვერც ის სიპის თუ აიპის თუ რაღაცის ზონდერი ვერ უდგება და ამათ დიალოგს ხელს ვერ უშლის და შესაბამისად რაღაცა სიმართლე ბაბუამდე მიდის. ეხლაც ალბათ რა ის რომ ჩვენ რაღაცა კიდე შეტევით იმედი დავახაკოთ და იქ უბრალოდ უცებ სიმართლე გავიდეს ეთერზე ძალიან კარგი იქნებოდა მაგ რესურსი რო გქონდეს უბრალოდ არ ვიცი მე სამწუხაროდ არ მაქვს ზუსტად ვიცი რომ არ თქვენ არც ერთ რესურსი არ გაქვს ამიტომ არ ვიცი რა თუ რაღაცა ეტაპზე შეგვიძლია რომ ჩვენ რაღაცა სიმართლის გამორჩელებელი საზოგადოების რაღაცა ფუნქცია ავიღოთ ჩვენ თავზე და ჩავიდეთ ჩვენ თვითონ ყველა საკუთარ მშობელს თუ ბებიას, ბაბუას თუ ნათესავს. უბრალოდ გული და გუწფეო და სიყვარულით აუხსნათ რა აშია საქმე. შეიძლება ეს იყოს ერთადერთი ხსნა. თუმცა მე რამდენჯერმე მომიწია რეგიონში გასაგებად ახალგაზრდებთან შეხვედრა და ვერ ვიტყვი რომ რაიმეთი უკან არიან რაღაცას ჩვენზე ნაკლებად იაზრებენ იქ ადამიანები და თქვა ერთი კიდე ამბავ ერე როცა თქვა კგბ-ისთვის უცხოაძე საუბრობდით კიდე ერთი ამბავი და რაც პირობითად რა 99 წელს 90 წელს როცა იქ ხავის ტკივილი ქონდა და ფიქრობდნენ რომ კარგი ხა გვეძრება ვიშლები და მე აბა თავიდან როგორ შევიდა და რაღაც გეგმასაც ლაგდებოდა და ეს გეგმა დალაგდა და ამ გეგმაში ყველა ეპოქას ჩვენ ისტორიაში ქონდა თავისი როლი რა კარგსაც უცად ყველაფერი პრინციპში არანაირ დიდი გადახვევა გეგმისგან არ ყოფილა და თქვა თუ იყო 2008-ში მაგრამ დაფწეს ჩავარდეს და დაიწყო უბრალოდ მაგრამ ერთი კიდე ახალი სვლადი რაც არის ინტერნეტი რა რომელიც ინფორმაციასთან თანაბარ თომას უჩენს საბურთალოელს რა ქვია ყიბულელს თუ რა ქვია კოპენჰაგენელ ახალგაზრდას რა მაგრამ ბებიაბაბუები თქვა ყველაზე მოწვადი სეგმენტი რაც არის თქვა ამ სამთავრობო პროპაგანდის წინაშე ამ მედიუმებით იშვიათად სარგებლობენ რა და შენ როგორ ის თქვა ალტერნატიული ჭეშმარიტების პორტალიც უნდა შექმნა ძალიან რთულია რომ იმ ადამიანებს რა ქვია იმედი და ამაზე გადმოართვევინო რა ამიტომ ალბათ ისევ რა ესეთი პირადი ინტერაქციით პირდაპირ სახლებში ჩასვლით სამზარეულოებში თუმაში ქუხნაში დაждоმა საუბრით რაღაცნაირად შეგიძლია რომ არ ვიცი უნდა ვქნათ თუმცა მეორე ამბავი რომ ეხლა რა ქვია არ ვიცი მაშინ შეთანხმებულად შეიძლება რა რამდენიმე ორდღიანი გაიყო და დაიშალო და მე ისევ შევკრიბოთ იმიტომ რომ რუსთაველის მიტოვებაც არ შეიძლება რომ რაღაცნაირად და მე თვითონ რაღაცნაირად ეგრეთ დამიძდა ცხოვრებაში რომ მოხჩაზე დავიბადე სიმბოლურად 84 წელს რუსთაველის სეულში და 7 ნოემბერს თუ რაღაცა მაგრამ ეგ ქუჩა რაღაცნაირად ეგეთი გადამწყვეტი ის არის რა დიდგორიც არის და შამქორის და ყველაფერი ქუჩა არის და მათაურის მიტოვება თავისი რაღაცნაირი სიმბოლური დატვირთვა აქვს მაგრამ ფაქტია რომ კი რაღაცნაირად გასაშლელი ვარ რეგიონში და კიდე ერთი რა რაც მინდა რომ გავიცეს ეთერიდან შეიძლება მაგას საუბარი თუ ხდება პროტესტის დეცენტრალიზება მაშინ ეს სამთავრობო რეკეტის თუ ტერორის თუ რაღაცა კონტროლის მანქანა ბაგავს რა იმიტომ რომ არ აქვს რაღაცა მაგის რესურსი არ აქვს ჩვენ ახლა უნდა ვიცოდეთ რომ რაში ჭირდება მთავრობას მილიონობით ტროლი და ბოტი იმიტომ რომ შექმნას ილუზია რაღაცა რო არიან უმრავლესობაში რაც ყველა ვიცით რომ არის სიცრუე იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ გაჩნდებოდა უკეთან ახლა ბოლოს გადაამასწენ ეს რა ქვია ბოტების და ერთადერთი პროფილის სურათები აქვს და რაღაცა დეგენერატული აი მარიკუნა მაკუ და მაკუნა მაკა და რაღაცა აბსურდი რაღაცები ქვია თუ ვეღარ ვეღარ იგონებენ და ცოტა რაღაც უბრალოდ აი ეგ ნარატივის აგონიაში არიან საშიში არის რომ შეიძლება ჩათვალო რომ აგონიაში არიან და გავუtak აგონიაში მყოფი ტიპი რომელიც თქვა თან ის არ არის რა ქვია ჩვენი მარტო ლოკალური ბრძოლა ძალიან დიდი გლობალური რა ქვია შავი და თეთრი დაპირისპირების ძალიან მნიშვნელოვანი რა ქვია პოლიგონი და რაღაც ბრძოლისმელი ვარ ჩვენ ხო რაღაც იმიტომ რაღაც სიმბოლურად ეგრე და მოგვიწია რომ ეგეთ ადგილას ვართ ეგეთ მდებარეობა გვაქვს გეოპოლიტიკურად ეგეთი სიმბოლური დატვირთვა აქვს რუსეთს საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის გეგმაში რა ქვია საქართველოს რუსეთისთვის მაგ გეგმაში და ის არის და რაღაც მაგრამ თუ არ ვიცი მე მგონია რომ რეგიონებთან დაკავშირებით აი ესეთი რა შვილი ბებიას და ბაბუას თავისუფლებაზე რომ ელაპარაკოს
მაგაზე უკეთესი გეგმა დამოფიქრებია. შიგნით რა სიყვარულით, იმიტომ კიდე ერთი რაღაც რა, რაც მინდა რომ აქვე ბარემ ამ მომბოლში მოვაბედოს, რომ ჩვენი ტრის გეგმა ზოგადად რა, არ არის ხა რუსის მოგონილი. არის დაყავი და იბატონე. და მე ადრე ბავშვობაში თუ მეგონა რომ ეს დაყავი და იბატონე ნიშნავდა რომ ეს ბევრ პატარ-პატარა რაღაცა მარტიმავროლა დაყობ და მე პატარ-პატარებს ადულად გავუმკლავდები და რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ უბრალოდ ორად გაყოფაც ძალიან საკაიფოდ მუშაობს რა, იმიტომ რომ გაყოფ და ისინი ერთმანეთში კინკლავობენ და შენ აქედან რაღაცა მარტივი ჯოისტიკით რაღაცა მანიპულაციებით ამას ხელს უწყობ და თუ გავიხსენებ ჩვენ რა ზუსტად რას მოყვა და რა პროცესებს მოყვა თქვა ეს ბოლო ტალღა შარშან ძალიან კარგად აღდება და ლოგიკურად იკვრება რა და რატომ მოხდა რა, იმიტომ რომ შარშანდელი 26 მარტი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ალბათ მეცოც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანიფესტაცია ეროვნული ერთობის რა, იმიტომ რომ როცა თქვა საბერძნეთს რომ მოვუგეთ ერთი რაღაცა კვირა ვტიროდით და არ არსებობდა რა განსხვავება, იმიტომ რომ რაღაცა მივხვდი რომ ჩვენ ქართველებს ერთად ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია 100 შეგვიძლია ვითამაშოთ და მე ბოლო მეხუთე გადამწყვეტ პენლამდე მივიდეთ ერთად ვიყო და ვიზეიმოთ მე და მან რაღაცა ძალიან სახიფათო სიგნალები წავიდა მაშინ ცენტრში იქ რომ ესენი ბიჭო მე მგონი რაზე მოდიან და ზუსტად მაგას მოყვა მე ამ რაღაცა რაფელ ვიერიშვილობის მეორედ შემოგდება და კიდე დაპირისპირება და წაქეზება და ეგ არის რა დაპირისპირება დაყოფა რაღაცა. მაგიტო რა სიყვარული და ამ განსხვავებული აზრის მქონე ჩვენთვის აცნობ ადამიანებთან კიდე მაქსიმალური ცდილობა რომ რაღაცა მაგითი გავიტანოთ რა. მე თვითონ ახლა მაგას თეორიაში ლაპარაკობ, იმიტომ რომ მე თვითონ რაღაცები მიჭირს, იმიტომ რომ რთულია, ნამდვილად რთულია. არ ვიცი რა, მიჭირს მაგალითად რაღაცა ქუჩაში აქციაზე ნანახი უცხო ადამიანი ჩვენთვის გაცილებით ძვირფასი არის ვიდრე რაღაცა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც დღესაც კი რაღაცა მაინც რაღაცა იდიოტობებით ახერხებს რომ თავი გაიმართლოს და ეთხრას რომ არა იცი იქ ვიღაცა იმას რაღაცა დოქტორ დოტი და რაღაცეებზე ილაპარაკოს ახლა რა და იმ ჰესები გაყიდეს რუსებზე და სისულელები რაღაცა, მაგრამ ნუ არა თავს ალავ და დავატანო და მაინც რატკი არის რესურსი რომ სიყვარული ვიღაცა კიდე ჩვენ ხარეს რა, ჩემ ხარეს, იმიტომ რომ არ მინდა რომ დრაფია გაიგები ვარ და მე ჩემ ხარეს გადმოვიდე და ბევრი იყო და ტენდერები მოვკაცო. სიმართლისა თავისუფლების მხარეს რა, თავისუფლების მხარეს. მაგას არ აქვს ალტერნატივა და თუ მივახვედრებთ ამიტომ თავისუფლება ზოგადად ჩვენთვის ახალი მოვლენა არის. რა ჩვენ წარმოგიდგენთ რაღაც პრივილეგირებული მონიდან უცებ ჩამოვლაბორანტდით მათი გაგებით ერთ-ერთ რიგით თავისუფლ ადამიანებს რა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ხო ჩვენთვის ეგ იყო რა. ციხე რომელშიც ყველაზე მაგარი საკრანი ჰქონდა, ყველაზე მაგარი ნაშები ჰყავდა, ყველა ჩვენთან უნდა გასაღებსაც მათხოვებდეთ, თუ მინდოდა იმ საკანში გადმოვიდოდი, ან გადმოვიდოდი და უცებ თავისუფლებაში შენ ყველაფერი შენი გახდა მოსაპოვებელი. პრივილეგირებული მონას თავისი მინიმალური გარანტირებული რაღაცა სალაფავი სულ აქვს რა და თავისუფლებაში ხან მოგშივდება, ხან შეგწირდება, ხან რაღაცა, მაგრამ თავისუფალი ხარ და ეგ 70 წლიან ამ გაზულ რაღაც 70 წელი გაზულქება ხო არ იყო 27 წელი იყო ვინც არ შეგვიძლია ეთავიდა პრივილეგირებული მონის სტატუსს და მაგას პრივილეგიად დააჩაკლი და დახვრიტა ეს. მე ვისაც ბრძოლა შეეძლო ისინი ომში დაიხოცნენ. თან ხო ჩვენ ხალხი ვართ რა, ჩვენ მებრძოლი ხალხი ვართ და მაგაში მოგვიგო რუსეთმა ის პირდაპირ კი არ მოვიდა და ჯვარი კი არ დააგართვა რაღაცა შეიძლება და აქვე ანაფურაც გადაიქვა და რაღაცა ჯინგლდოსები რაღაცები შეგიბერა და კარდა გაზულუქტი რა და რომ გაზულუქტი მათ დაგერხა თორე სანამ იბრძოდი ისეყავი რა ქვია უარესი და უფრო მაგრამ მეომარი მტრები ყოლია მაგრამ რაღაცაერთ მოვედით აქამდე და ეხაც რა ვიცი რა საბედნიეროდ უბრალოდ ყველაზე მეტად რაც მაიმედებს არის რომ მიუხედავად აი რაღაცა გაზულუქებისა და რაღაცა პრივილეგირებული მონის რაღაც კაბობის აცეულებისა მაინც აი რასაც იმერლის მარზე აღმართზე ტიპი პრაცა ახალგაზრდები მოდიან ტიპა უსაყვარლეს ჰაბიტუს ტიპი რომ შეხედავ რომ ხდება რომ ვერა რა გადავშენდით ვერ გადავჯიშდით და ისევ მაგრები ვარ და არა თუ ვერ გადავჯიშდით პირიქით ეხლა რა დავიბრუნეთ ეგეთი მაგარი ქართველები ჩვენ არ ყოფილვართ აცეულების განმავლობაში და ეს ტიპები რა თავისუფალ საქართველოში დაბადებული თავობა და ახალგაზრდები არიან ყველაზე მაგარი ქართველები რაც კი თქვა ბოლო 100 წლის განმავლობაში ყოფილვართ რა. ნამდვილად აბსოლუტურად გეთანხმები. არა, მაგრამ არა, ყველა ჩემ კითხვასაც გაეცი პასუხი და რაც ყველაზე მთავარი იყო ბოლო კითხვათ მინდა და მეკითხა რას ეტყოდი იმ ხალხს ვისი ხმაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩუმად არიან თქო, მაგრამ გაეცი რომ ხო, სიყვარულით უნდა მიუდგეთ და დაუტოვოთ სივრცე იმისი რომ თავისუფლების მხარეს გადმოვიდენ აუცილებლად. იცი რა ერთ რაღაცას მინდა რა რომ
ძალიან მოკლედ პროსტ უბრალოდ დრო გვინთავდება რა ეთი ეგეთი ანდაზა გვაქვს ქართველებს რომ სიმართლის თველს ცხენი შეკაზმული უნდა ყავდეს და ადრე მეტყვნა თუ მეგონა რომ იმიტომ უნდა ყავდეს ეს შეკაზმული ცხენი რომ დაეჭდეს და გაკუსკოს მე რა ცხენი და გაიქცეს არა მე რაღაც ეტაპზე თქვენ ადამიანთან მქონდა დიალოგი ამის შესახებ და მეთქო რომ ბიჭო აქცევას არ ჭირდება ცხენი შეკაზმა რა შემოახტი დაწყეთილი და კაკაზე გაიქეცი რა თუ გასაქცევას გაქვს საქმე რა დროს ცხენი შეკაზმა არის და სიმართლის ცხენი შეკაზმა უნდა ყავდეს იმიტომ რომ ამ სიმართლის დასაცავად იბრძოლოს ნამდვილად ეს ეგ არის რა ეგ ბრძოლა არის რა ეს ეგ ბრძოლა არის როცა ზუსტად ვიცით რომ მართლები ვარ და ზუსტად ვიცით რომ ამ სიმართლის დასაცავად ბრძოლა ღირს ბოლო წვეთამდე ნამდვილად ლევან ძალიან დიდი მადლობა მადლობა ლევან მადლობა და შევხვდებით რუსთაველზე და გემშვიდობებით ახლა ბედნიერ კარგად და ხო ნამდვილად ღირს სიმართლისთვის ბრძოლა ბოლომდე შეკაზმული ცხენები ნამდვილად ჩვენს მაყურებელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მე მგონი რომ თქვენთვისაც ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვიდა ჩემთვის პირადად ასე იყო გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე